ფორმულა 1 მშვიდობის სეტანტა სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგენთ გადაცემა ბოქსებს პატასთან და ლიოსთან ერთად. მოგესალმებით, გიბრუნდებით მორიგი გრან-პრის შემდეგ, რომელიც გაიმართა ლას-ვეგასში, რომელიც იყო ძალიან საინტერესო და რაც თავად ძალიან დრამატული და ამ გრან-პრის განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ტრადიციულ რუბრიკებთან ერთად. დავიწყოთ ვარჯიშებით. ვარჯიშებზე გამოჩნდა, რომ აქ მაკლარენი ვერ იქნებოდა დომინანტი და იმიტომ რომ სამმა სხვადასხვა გუნდმა მოიგო სამი სხვადასხვა ვარჯიში და აი ასე მივიდნენ კვალიფიკაციამდე, სადაც დახვდათ წვიმა. ერთზავამატებ ვარჯიშებს, რომ ძალიან ბევრი წითელი დროშა იყო და ამის გამო არ ქონდათ საშუალება, რომ სარბოლო ტემპი გაეტესტათ. ეგ მნიშვნელოვანია. კი, ძალიან მნიშვნელოვანია, მერე რო გადავა. აქედან გამომდინარე, იყო რაღაც ისეთი, ანუ თუ არ ქონდა ნანახი ვარჯიში, ვერ გამოიტანდი დასკვნას, რატო იყო ესა თუ ის პილოტი ამა და ამ ადგილზე რა. და ჯამში გამოვიდა ისე, რომ ისედაც ველოდებოდით, რომ მაკლარენი აქ არ უნდა ყოფილიყო დომინანტი და მე პირიქით გამიკვირდა, რომ ამ დონეზე კარგიც იყო ვარჯიშებზე რა. ისიც თქვათ, რომ ცოტა ის ცივი ამინდით დაბალი ტემპერატურა დაეხმარა მაკლარენს და ისიც დაეხმარა, რომ გაწვიმდა საერთოდ კვალიფიკაციაში. თორე კიდე უარესად შეიძლებოდა ყოფილიყო თვითონ უშუალოდ რბოლაში საქმე. მერე რბოლის მერე რა მოხდა, ეგ ცალკე საკითხი არის, რა თქმა უნდა. და მოდი ისიც თქვათ, რომ კვალიფიკაციაში მართლაც დაადასტურეს ამ 20 პილოტმა, რომ სოფლიოში 20 საუკეთესო პილოტია. როგორი პირობები იყო, ხო? ანუ ტრასა, სიცივე, წვიმა, ანუ არ მახსოვს ბოლოს ლურჯი საბურავებით ამდენი როდის იარეს პილოტები, ხო? კვალიფიკაცია ბოლოში აღარ მახსოვს ლურჯკანტიანი საბურავები. კვალიფიკაციაში წარმოიდგინე ლურჯკანტიანი საბურავები იყო საჭირო, ანუ ეგეთი პირობები იყო და ერთადერთი ალბონი იყო, რომელმაც პრინციპში ისეთი მძიმე შეცდომა არ დაუშვია, ხო? უბრალოდ აჩქარებისას მოუწყდა და კედელთან ახლოს იყო და მიარტყა კედელს ხვირი. თან მე როგორც წავიკითხე შემდგომ და იქ ვერ შევამჩნიე უშუალოდ კვალიფიკაციის დროს ლურჯკანტიან საბურავს არ ჭირდებოდა გახურება და ამიტომაც იყო კიდევ ოპტიმალური. ამას დამატებული ზოგადად როგორი ინტენსიური კვალიფიკაცია რბოლა იყო ჩვეულებრივი, ხო? არავინ არ შედიოდა ბოქსებში, არ ქონდა არანაირი პირველი მეორე ტალღა, ქონდა გამოსვლიდან რამდენიმე პილოტი თუ შეცვლი და საბურავს და გამოვიდოდა ისევ იგივე ტიპის საბურავით, ხო? ერთი მეორე სეგმენტში იყო, როცა სტროლმა გარისკა და ინტერებზე გადავიდა. ეგ საერთოდ ცალკე თემა არის, ანუ რატო გარისკა ვერ ხვდები, ანუ რომ ეს ყოფილიყო მესამე სეგმენტი, ასტონ მარტინი არ ვიცი რაღაც სასწაულებს. ხო, ანუ ჯამში სისულელე გამოვიდა. მესამე სეგმენტი რო ყოფილიყო და პოულისთვის ბრძოლა რო ყოფილიყო, კიდე გარისკაო რა და პირველი სეგმენტია 15-ულში გჭირდება შესვლა კარგი რა. პირველი თუ მეორე? პირველ სეგმენტში ჩაჭრა. ხო, არ მახსოვს. მოკლედ არ იყო რა გამართლებული მაგსაბურავის არჩევა, პროფესორობა არ იყო საჭირო, ასე ვთქვათ, სტანდარტულად მართლა გადასულიყო და ბოლო სეგმენტში თუ რაღაცა ხედვა ქონდა, იქ ებრძოლათ ინტერით. მაკლარენზე თქვი შენ რომ კვალიფიკაცია დაეხმარა ნალექიანი და ამაში გეთანხმები და კიდევ ასტონს დაეხმარა ძალიან. ალონსომ თქვა კიდეც კვალიფიკაციის შემდეგ რომ ვერ წარმოვიდგენდი საერთოდ მეშვიდე პოზიციაზე თუ კვალიფიცირდებოდიო, ანუ ასტონს ისედაც უჭირს ხო ჩქარმავალ ტრასებზე და ეს ნალექი იყო მართლაც ხსნა. ეხლაც კიდე მოდის ჩქარმავალი ტრასაზე. ხო, არა, ასტონის სეზონი მე მგონი დროზე ადრე დამთავრდა. კი, აშკარად გადასულები არიან მთლიანად ახალ სეზონზე. ასტონსაც კიდევ დაუბრუნდებით და მოდი გავყვეთ ხო გუნდებს ტრადიციულად. დავიწყოთ ზაუბერით. ზაუბერში რაღაც ორმაგი ემოცია უნდა იყოს. ბორტოლეტო მეორე რბოლა ზედიზეთ. ბოლო ორი რბოლა, მაგის თქვა მინდოდა, აი კატასტროფულად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი იყო სეზონის შუაში. სეზონის დასაწყისში არ ვარგო და სეზონის შუაში თითქოს რაღაცა მოირგო ბოლიდი და სეზონის ბოლოსკენ ანუ აი ის რაც არ გაუკეთებია მთელი სეზონის მანძილზე ორ ბოლაში ერთად მოაქცია. ხო, ალბათ იჩინა თავი იმან, რომ ამბით ძალიან ბევრი აქ ჯერ სასწავლი, თუნდაც რბოლაში რაც გააკეთა, ესეც ზუსტად ეგ არის, ახალბედა შეცდომა არის, როგორც ანტონელის ჰქონდა ავსტრიაში. დაუნიშნეს საბოლოო ჯამში გაუფუჭდა ძალიან რბოლა და ფსიქოლოგიურად აი ახლა არის ბორტოლეტო გადის იმ მონაკვეთს, როცა ფსიქოლოგია უნდა შემოატრიალოს მსგავსი მომენტი ანტონელის ჰქონდა. აი როგორც ანტონელის ჰქონდა, ჰაჯარსაც ჰქონდა რაღაც მომენტი. ჰაჯარს ყველას ჰქონდა რაღაც. ბერმანიც ახლა რო კარგია, არ იყო ესეთი ბერმანიც არ ვარგოდა ყველაზე ზუსტად ლოუსონი ავიღოთ თუნდაც ხო აი ის Red Bull-ში რო იყო ის რბოლები მოდი გადავდოთ Racing Bull-შიც ქონდა რთული რბოლები ჯამში ჰალკი მომწონს ძალიან ბოლო რბოლები არ ვიცი ახალი სუნთქვა გაეხსნა ამ პილოტს და
სტრატეგიულადაც როგორც ბრაზილიაში აქაც ხო პიტსტოპის მხრივაც როგორი ზუსტები იყვნენ, როგორი კარგები იყვნენ და ნუ რა თქმა უნდა მანქანას კი და აი ამას ვამბობ, რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა უმაღლესი შესრულება ტრასაზე, ხო და ამისთვის ყავთ ჰულკენბერგი, ამისთვის აქვთ მისი იმედი, რასაც აკეთებს ბოლო-ბოლო. ხო, რეალურად არ ელოდები, რომ აი ჰალკი აქ უნდა იყოს და არის მანდრა და უფრო ზემოთ არის ხოლმე ვიდრე საერთოდ წარმოგიდგენია ახლა. ამ ბოლაში მე საერთოდ არ ველოდი ზაუბერისგან არაფერს, საერთოდ. ჰალკმა გააკეთა. ვილიამსში წავიდეთ და ვილიამსზე მე ვიტყვი იმას, რომ საინსმა მაგრად დაჭრდილა ბოლები ალბომი. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. მომატებული აქ ძალიან ზოგადად ჩვენს ვამბობთ იმას, რომ კარლოსის მთავარი თვისება ეგ არის, რომ ადაპტაცია შეუძლია ძალიან სწრაფად. იგივე მაკლარენში, იგივე ფერარიში. ხო, ფერარიში იყო პერიოდები, როცა ლეკლერს უწევდა წინააღმდეგობას. ანუ ლეკლერს სერიოზული გარჯა უწევდა იმისთვის, რომ საინსთან რაღაც ერთნაირად მაინც ევლა, ხო? აქაც ეგრე იყო. სეზონის სტარტზე ანადგურებდა ალბომი პირდაპირ. თქო, საინს ის პირველი სანუკვარი პოდიუმი ამდენი ხნის შემდეგაც საინსმა აიღო, ბოლორბოლებია საინსი ჩანს ყველგან და ეს ალბომის ფსიქოლოგიაზეც მოქმედებს. ხო, თუნდაც ის ჩხუბობს. კი, ალბომის უჩხუბობს, მაგრამ არ ჩხუბობდა არასდროს ალბომი აქ. ხო, ესეთი აგრესიული არ იყო ხოლმე, მაგრამ თუნდაც ის კონტაქტი ხო ბარიერთან კვალიფიკაციის დროს არ და ალბომიც სწრაფი იყო რეალურად. უბრალოდ ეს შეცდომა დაუშვა, მე ბოლაშიც იქ ასევე შეცდომა დაუშვა, როცა ჰამილტონს დაეჯახა და ჯარიმა მიიღო, მე ქვეყნის ჯარიმები აკრიფა მოკლედ და ჯამში გამოვიდა ისე რომ აი რაღაც საინსმა გადმოიბარა ეს უილიამსის პირველი პილოტის სტატუსი. ხო, ბორტოლეტოზე დაგვავიწყდა გვეთქვა იმ კონტაქტის შემდეგ რაც სტროლს გაუკეთა სტარტზე, ამის გამო -5 ადგილს მიიღებს კატარში. ხო, სხვანაირად ვერ დასჯიდნენ ახლა გამოთიშულ პილოტს. ხო, ბორტოლეტომ საოცრად ძალიან დააგვიანა, დამოხრუჭება ძალიან დააგვიანა და გაიწანა, საწყალი გასლის როგორ გაუფუჭა ბოლა და წინ. გასლის მაგან გაუფუჭა და ყოლაპინდოს ალბომმა მათ შორის. ალბომმა ჰამილტონს როგორ დაეჯახა, ანუ იქ ერთი მომენტი ისეთი კადრი იყო, რომ გეგონებოდა რომ ჰამილტონი გადავიდა სამოხრუჭე წერტილზე თითქოს გადაიქცა. ალბომს უქნია საოცრად. თუმცა ჩემპიონებსაც ემართებათ ასე თვითონ ჰამილტონმა ხო ბრაზილიაში იგივე ყოლაპინდოსთან ასე ხო, ჩვეულებრივი მომენტია. ფორმულა 1-ია რა, იმდენად პატარა არის ხვაობები უკვე გუნდში. როცა მან იბრძვი უკანა რიგებში, ანუ არ ხარ შეცდომებისგან დაზღვეული. ხო, საინსს დავამატებთ, რომ საინსს რომ არ ქონოდა ეს გაცოცხლება, ხო, წარმოიდგინეთ. აი თუნდაც ეს ათიკულა რო არა ეღო, უკვე Racing Bulls-ის სულ თქვას გრძნობს უილიამსი არა და ჩვენ სეზონის შუაში ვამბობ მე ჩამოწერილი მყავდა ჩამო უილიამსის გარდა მეხუთე ადგილზე სხვა ვერავინ საერთოდ არ ველოდი. ეხლა Racing Bulls-ი ძალიან მიუახლოვდებოდა რომ არა ეს ათიკულა რა ხან აიღო ეს ათიკულა საინსმა უკვე ვეღარ უახლოვდება თან აი რა მომენტია იცი Racing Bulls-ი დარჩენილ ბოლებშიც კარგი იქნება ტრას კონფიგურაციიდან გამომდინარე და აი ეს მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ათიკულა იყო უილიამსისთვის. გადავიდეთ ბარემ პირდაპირ Racing Bulls-ში ჰაჯარის შვენიერი რბოლა აი სოლიდური რბოლა რასაც თქვა ანუ მაგის წინ ალბათ ვეღარ წავიდა და საინს ვეღარ აჯობებდა ჰაჯარი დანარჩენებს ყველას აჯობა მეც ან თავზემოთ ძალა აღარ იყო უკვე ბოლიზე და ლოუსონმა გააკეთა ლოუსონს. რაც უნდა ექნა Racing Bulls წესით რა სიჩქარეც ჰქონდა Racing Bulls აი ის დაამტკიცა ჰაჯარმა. ლოუსონსაც ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ აი ლოუსონმა იქ პიასტრი გადააგდა ხო პიასტრი. ინაღამ გამოთიშა იქ ძალიან გაუმართლა პიასტრის საბურავში. მან რა მომენტი იყო იცი აი ლოუსონის ბოლდი რო ამოიღო და უცებ ლანდო ნორისის ჩადო სუფთა სინგაპურის მომენტია როცა წინ მანქანას ეჯახები საჭეს იღებ და იქ ხდება პიასტრი წინ მერსედესი დახვდა ამ შემთხვევაში და ისევ პიასტრი იყო რომელსაც ასე შეეხო ლოუსონი. ნუ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აგიქვა როგორც პირველი წრის ეპიზოდი და რა თქმა უნდა ჯარიმა არ მოყვა, მაგრამ გაიფუჭა სერიოზულად რბოლა, როცა ნამდვილად Racing Bulls შეეძლო ორივე ბოლიდით დაფინიშება ქულებში. კი, თან ერთად აი მე-6-ე მე-7-ე. ყველაზე სწრაფია სწორზე. იყო ყოველ შემთხვევაში ვეგაში და ბაქოშიც. ზოგადად ძალიან კარგად გამოიყურება ბოლები და კარგია ეს იმხრივ რომ ან პილოტებს აქვთ საშუალება რომ გამოიჩინონ თავი და შემდეგ Red Bull-ის მეორე ადგილში მოხვდეთ. ხო, აი მით უმეტეს როცა დაწინაურება არის მიზანი. მაგრამ აი რამდენად კარგია ეს დაწინაურება, იქ მეორე საკითხია, მაგრამ მოდის ახალი რეგლამენტი და ნულიდან იწყებს ყველა გუნდი აქედან გამომდინარე. ეხლა შეიძლება Red Bull-ის მეორე ადგილში ჩაჯდომა. პირველი წელი შეიძლება მე ვნახოთ. მე აი პერესი როგორც იყო, ხო, პირველი წელი შვენივრად იყო
იყო მეორე წელი საერთოდ ბოლებს თურმე მესამე წელსაც ჩვენი რა თქმა თურმე მესამე წელსაც ჩვენი იყო პილოტერი ძალიან ბევრი მოთხოვეს კი ბატონო წავედით ჰაასში ჰაასი ესეთი ციდან ჩამოვარდნილი ორმაგი ქულები ხო თქვენს კიდეც რომ არ ქონდათ სიჩქარე რომ ქულებისთვის ებრძოლა მაგრამ აი ეს მე-11 ადგილზე გასვლა მანამდე სადაც სანამ მთელი დრამა დატრიალდებოდა ფორმულა 1 სამყაროში და სანამ თითები გადაგწვდებოდა F5-ის ჭერით რომ როდის დავარეფრეშებდით ინფორმაცია ხო და როდის გვექნებოდა FIA-სგან ოფიციალური ინფორმაცია McLaren-ზე ჯამში გამოვიდა ისე რომ სატურნირო ცხრილში მე-9 მე-10 ადგილებით გაასწრეს Aston Martin რაც მე ვფიქრობ რომ ჰაასისთვის წარმატებაა გამომდინარე იქიდან რომ ჰაასი წელს არ არის ის მანქანა რომლის იმედიც უნდა გქონდეს ჰაასი არის ბოლიდი წელს აი რა კითხაობა რომ ხო ოღონდ ანუ გამოვა და რაღაც რბოლა და შენ არის ხო ოღონდ არავინ თვითონაც არის გამოვა და რაღაც McLaren-ის ტემპში შეიძლება იაროს მინი Mercedes ჰაასმა კი ბატონო ანუ ხო მინი Ferrari-ს ვერ იტყვი Ferrari-ზე ვერ არ ხრება მაინც ალპინზე მივდივართ მაგრამ ალპინზე მე არ გავჩუმდე რა შეგიძლია რა თქვა ალპინის თავარი მიზეზი და პრობლემა რაც არის ძრავი ნაკლები ცხენისდალა და ლას-ვეგასში რა უნდა ექნათ თუნდაც რომ არ ყოფილიყო ეს კონტაქტი ალპინზე ალბათ ყველაზე საინტერესო ის ხო ნაომი კემბელი ბრიატორესთან ბოქსებში შევიდოდა თუ არა ეგ იყო ალბათ ყველაზე საინტერესო ალპინში რაც შეიძლებოდა მომხდარიყო საინტერესო კიდე ის იყო რომ რა ჩვენ თქვი რომ დაეხმარა ნალექი კვალიფიკაციის დროს პილოტებს ერთ-ერთი იყო გასლი რომელიც ათეულში იყო მაგრამ სტარტზე ისე დაქვეითდა რომ არ ბოლაშიც ანუ რო აგიღო ხო აი მოწყვეტილი აი ალპინი დაემსგავსა იმ აუტსაიდერს რომელიც მოწყვეტილია მანორი და ისპანია რო ყავდა რაღაც ეგეთ გუნდს ეგეთ აი 10 წამს რო აგებ უკვე დანარჩენები რო იქ DRS-ში არიან ერთმანეთთან და რაღაც ომები მიდის და ალპინები 10 წამს აგებენ იმ დღეს რო ვიცინოდით კატერჰემს რო ყავდა ფორმულა 2-ში ბოლიდი რომელიც ნახევარი წამით სწრაფი იყო ფორმულა 1-ის კატერჰემის ბოლიდზე რაღაც ეგეთ სეგმენტება ალპინი იგაც ყავთ გუნდი ორში კი ამიტომაც ეგ რეკორდი უნდა სხვა შორს ალპინიდან მიკ შუმახერი მიდის ვეკიდან შენ დაგაინტერესებდა ეგ აუცილებლად იქნებ რაღაც ინდიკარში კი ხო ინდიშია ალბათ დამიზნებული ესე იმედი ვიქონიოთ რომ მან მაინც გამოიჩენს თავს და დაუმძახებს ვიღაცა აქ ევროპისკენ. წავედით Aston Martin-ში, Aston Martin-ზეც ბევრი სასაუბრო არ არის, მე ისევ იმას ვიმეორებ, რომ Aston Martin-ი არის, ანუ Ferrari-ზე ხო არის ლაპარაკი, რომ რაც უდია სტრატეგიულად, ანუ Ferrari-სთან შედარებით Aston Martin-ი არის Ferrari ვადარებთ Red Bull-ს მაგალითად. Ferrari კვადრატში Aston. ანუ აი კატასტროფებს აკეთებენ, უბრალოდ არ ჩანს, იმიტომ რომ არ იბძვიან წინ, რომ დააკვირდეთ ას ბოქსები აიღე, ტაიმინგი აიღე, ალონსოს უმაგას ყვირის, რომ ერთი როგორ ვერ გაარტყითო, დროულად გამოშვებაო, სტროლი აიღე, ხო იქ ინტერებზე გადასვლა. არ ვიცი, იქ შეიძლება სტროლმაც მოითხოვა ინტერმედიატზე გადასვლა, მაგრამ უდი რო ხარ და ამდენი დატარო გაქვს სტროლს უჯერებ არ უნდა დაუჯერო სტროლს ხო აი ხუმრობით მაგრამ ანუ სადაც ზემოთ იბრძოდა იქაც გამოჩნდა ხო მონაკვავი სადაც ერთადერთი შანსი ქონდა 2 წლის წინ ალონსოს რომ მოიგო გრან-პრი და თან სოლიდური სხვაობით ბოქსებში უნდა შესულიყო თუ არ ადრე ერთი წრით ადრე უნდა შესულიყო ერთს დავამატებ Aston Martin-ზე რაც საინტერესოა რომ Andy Cowell-ს უშვებენ ვინც არის მათი გუნდის ხელმძღვანელი Adrian Newey-თან აქვს რაღაც უთანხმოება პირველობისთვის ბრძოლა მიდის ხო იქაც თვითონ შიგნით გუნდში და რა თქმა უნდა ეხა ლოურენსი ვერ შეელევა Adrian-ს და საუბარია იმაზე რომ კრისტიან ჰორნერი მოიყვანონ არა და დაპირისპირება ქონდათ ხო Red Bull-ში სწორედ Newey და Horners მაგრამ მე რავი ამოქეკეს რაღაც ის Oasis-ის კონცერტზე იყვნენ ერთად შეერიგნენ Newey-მაც თქვა რომ მე ყველაფერი წარსულში დარჩა და ასე შემდეგ ანუ ვარიანტად განიხილება რომ კრისტიან ჰორნერი დაინიშნოს Aston Martin-ის გუნდის ხელმძღვანელად ოღონდ Horners უნდა ისე მოვიდეს ხელმძღვანელად რომ წილში ჩაჯდეს თან მან ცოტა ისეთი ვითარება მაგრამ Cowell-ს რო უშვებ რაღაც ვიღაც დიდი სახელი გჭირდება ხო აი ამ მომენტში Sebastian Vettel მე უფრო აი გამოცდილ გუნდის ხელმძღვანელებს გულის ხო ბინოტოზე იყო საუბარი ზეიდლი შეიძლება რომელიც McLaren-ში მუშაობდა და ბრუნონ ერიკ ბული
არა ბულია და ვიტმარშზე იყო სხვა შორის საუბარი და მან არ მოვა. ეგრევე ხელი მოუწერა. არ დამენახოთ არა. BBC-ს სანამ დაურეკა, ამან გადაურეკა, მე არ მკითხოთ არ მოდი, მაგრამ ანუ მოკლედ ჰორნერიც თუ მოხვდა ასტონ მარტინში, სერიოზული გუნდი იყრება საბოლოო ჯამში, თან ასტონს ვიცით ხო, რომ ჩნდება იქ რაღაც ჭორები, რომ შარლ ლეკლერი უნდათ. და ლეკლერიც ესე კატეგორიულად წინააღმდეგი აღარ არის. ლეკლერი დაელოდება თუ ეხლა ნიუიმ რაღაც მომენტი აწყო, რა თქმა უნდა. ლეკლერი გადაიცმევს მწვანე. ხო და ანუ ასტონ მარტინში საინტერესო რაღაცები ხდება რა. უბრალოდ როდემდე უნდა იყოს ხო ფერარიში და როდემდე უნდა აი რაღაცა ჯონ სნოუს და ემსგავსა შარლ ლეკლერი კედელზე რო არის ჯონ სნოუ აი თითქოს მანდარი ფერარიში ეხლა შარლ. არა ხო ფერარიში. და ჰამილტონი შეუერთდა კედელზე ჯონ სნოუს. ეგეთი სიტუაცია რა. კატასტროფა არის ფერარიში. ანუ აი ალპინივით შემიძლია ფერარიზეც, ანუ არაფერი არ თქვა ხო, ანუ ყველაფერი ჩანს. ანუ ეს გუნდი არის თავიდან მერსედესია, შემდეგ მან ბარემ გავიაროთ ფერარი და მერე გადავიდეთ მერსედესზე, იმიტომ რომ გასწრებით უკეთ გამოიყურება მერსედესი. და ბევრია სალაპარაკო. კი, უფრო მეტია სალაპარაკო. ხო და აი რა უნდა თქვა, ხო, ანუ ესე მგონია რომ აი თავიდან ბოლომდე ეხლა აი არ ვიცი ვასერს ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ აი ვასერით დაწყებული უკანასკნელი მექანიკოსით დამთავრებული ყველაფერი შესცვლელია ფერარიში ესე მგონია პილოტებს რო აბრალებენ და ელკანი რო გამოდის და პილოტებს რო გაჩუმებისკენ მოუწოდებს და ამ შემდეგ ანუ ლუის ჰამილტონი და ანუ შარლ ლეკლერი ყავს რომელიც არის ანუ ალბათ ტალანტ მეგა ტალანტი ანუ მაგის მეტი ტალანტი რა უნდა იყოს ხო უკვე აღარც არის ტალანტი 20 რაღაცდროს ტალანტი eo Walcott იყო ეგრე არსენალში მუდმივად განვითარებადი ფეხბურთელი იყო და ლუის ჰამილტონი ყავს შვიდგზის ჩემპიონი ანუ მანქანა ხო ადამიანი რომელიც მთელი კარიერის მანძილზე ალბათ ნახევარი შეცდომები აქვს იმის დაშვებული რაც მთელი სეზონის მანძილზე დაუშვა ფერარიში კაც 1/3 აქვს მოგებების გრან-პრის ჩატარებული და ასე შემდეგ 1/3 ტიპი ფორმულა 1-ის ისტორიის არ ვიცი როგორ უნდა თქვა მას მოკლედ ქვემოთ კი არა ელკანი არის პირველ რიგში შესაძლებელი და მოსაშორებელი ალბათ ხო და ეს ხალხია ზემოთ რა ბუდეც არის ფერარიში ეს ხალხია მოსაშორებელი პირველ რიგში იმიტომ რომ იქიდან მოდის ყველა ეს წნეხი ყველა ეს პრობლემა ანუ ვისაც არ უნდა კითხო ფორმულა 1-ის თუნდაც დამწყებ გულშემატკივარს გეტყვის რომ ფორმულა 1-ში ყველაზე პოლიტიკური გუნდი არის ფერარი და მართლა ასეა ეგრეა ხო რაღაც ძალიან გადაამეტეს ანუ გავიგეთ ფერარი ანუ ფერარის გარეშე ფორმულა 1 წარმოუდგენელია თომაც არის ეს ტკივილი გულშემატკივარში რომ ამად გარეშე შეუძლებელია და ხო უცებ ანუ გამოდის და რაღაცა იქ ელკანი რაღაც ჰამილტონზე ამასიცახი ხო აი რაღაც კლანური გახდა აი თუნდაც ის აიღე რა როცა ბიანკი უნდა გადასულიყო იქ ის ადამიანი დაიღუპა მერე ხო ვინც იყო ფერარიში მთავარი მერე საერთოდ შეიცვალა გეგმა არივაბენე ხო ანუ რეალურად მაგას ვამბობ აი ძალიან ზემოდან არის ყველაფერი ძალიან ზემოდან იპრესებიან ზემოდან მიდის გადაწყვეტილებები ის არა რომ ეს კარგად დადის სიტყვაზე ანუ გუნდს ეს ჭირდება და დამთავრდა ცოტა აი როგორ თქვა აი ძალიან ფორმულა 1 ხო ისედაც შიდა სამყაროა და ფერარი კიდე შიდა სამყარო არის რომელიც ვერ გამოვიდა ამ შიდა სამყაროდან იმის გამო რომ ზუსტად აი ესე ზემოდან აი რასაც მე უყურებ კლანჭებით ელკანი და ეს კლანური რაღაც დირექტორატი აზრით ხო ფერარიში არ არის თავისუფლება რეალურად ეგრე არის ანუ აი თუნდაც აიღე ხო არივაბენეს და ფეტელის წყვილი ხო რაც იყო ხო რომ მივიდნენ დაიწყეს აშენება გუნდის ხო იქ კი 14-ში მივიდა იქ ბოლები მოიგო იქ რაღაც პატარა ჩავარდნა ჰქონდათ მერე 17-ში უკვე ჩემპიონობისკენ ბრძოლას იწყებდნენ 18-ში უკვე პირველი ნახევარი საერთოდ აჯობეს მერსედეს და უცებ აკდებენ იმას არივაბენეს ფეტელს საერთოდ ხსნიან იმიტომ რომ აგდებენ არივაბენეს ხო უბრალოდ კონტრაქტს ამთავრებინებენ ფეტელს და ანუ თლიანად ცვლიან ყველაფერს ლეკლერზე და გადის რაღაც პერიოდი ლეკლერი უშვებს 1-2 შეცდომას და მორჩა ლეკლერიც გადაუსვეს ხაზი თან რა არის იცი აი რაც მამახსოვრდება აი ზუსტად არივაბენ ფეტელს აი მაგ პერიოდზე ხო არ იყო ფერარისთვის წარმატებული მაგრამ
აი მე რო ვიყო ტიფოზი, აი ბიჭო მუხტი მოქონდა. არიო ბენეტ ტიპი იყო რაღაც ხო? აი ეგრე გუნდის ხელმძღვანელი მექანიკოსებთან ერთად სტარტს უყურებდეს და ეგრე აღნიშნავდეს გამარჯვებას ან რაღაც სტარტს, რომელსაც ფერარი ოპოზიციას იგებს. მე არ მახსენდება ეგრე. აი ტოტუა დაახლოებით ესეთი ტიპი. ფერარი გავდა ფერარის. მაგას ვამბობ, ემოცია ფეტელსაც არ აყლდა ეს ემოცია. კი შეიძლება შეცდომებს უშვებდა, ვერ აკეთებდა ბოლომდე ისაც, მაგრამ გუნდი ვერ აკეთებდა პირველ რიგში იმას. ეხლა უკვე ეგ ჩანს, რომ ხო, ეხა ემოციაც არ არის. ემოციაც აღარ არის. ხო, აი რაღაც შემართება იგრძნობოდა, რომ ფერაჯ რაღაცის მოგება უნდა. აი ეგ არ ვიცი ხო, ან მატია ბინოტოს მიმართაც უდიდეს პატივისცემა, ოღონდ როგორც ტექნიკოსს. მატია არის გაიჭლეტა შუაში მე თუ. მატია ბინოტომ მოიტანა ფერარიში ეს ემოციის დაგდება. სიმშვიდე. კი, და არ უხდება ამ გუნდს. იტალიელებს არ უხდება ფერარის ეს სიმშვიდე არ უხდება. რაკავა ფერარის უხდება არივა ბენესნაირი, ფერარის უხდება იქ გიჟური, რაღაც ყვირილი, აი როგორც ლეკლერი დაიწყებს ყვირილს, ხო, რაღაც პოულს რო აიღებს, აი ეს უხდება ფერარის და არა ბრაიან ბოტსი, რომელიც დაგდება და იუნგო ფაზა, აი ინჟინერისგანაც არ მოდის რაღაც აი დროპს მედლი აიღე ხო, როგორ ქოქავდა მასას იქი და რომ ნახევარ ბოლას მედლი იგებდა მან და ნახევარ ქულებს მედლი იგებდა. ხო, ანუ იმდენად ტიპს ასე ვთქვათ უკირკიტებდა რომ იდი შეგიძლია და ასე შემდეგ. ეხლა რავი мотиваციას უგდებენ პირიქით. პილოტებს, მაგრამ მარტო ყვირილიც არ არის ხო, ეხლა მანქანა თუ არა აწყე, მე ბინოტოს უბრალოდ უყურებ ისე რომ აი რაღაც ჩეტენილი ბუღალტერიას ავიქონდა გუნდის ხელმძღვანელობა, ტიპს ძრავისი განყოფილების იქით გამოსული არ იყო ცხოვრებაში და უცებ ეუბნებიან რომ მენეჯერი ხარ. კარგი და გუნდის ხელმძღვანელი უნდა გახდე და გააგდეს საბოლოო ჯამში და აი კი გადაუარეთ ფერარის ამას. ანუ დღევანდელი ფერარი როგორ შეიძლება არ გააკრიტიკო არ და არ ვაპირებდით ლაპარაკს. ხო, ანუ ბინოტოზე მივალ იქამდე რომ ბინოტო სადაც არის ეხლა და რა საქმესაც უნდა აკეთებდეს, იმას აკეთებს ეხლა უკვე მომავალ აუდიში. გადასარევ. და როგორ გააკეთებს, მაგას მომავალ წელს ვნახავთ. იმიტომ რომ მატი არის ერთ-ერთი უძლიერესი ძრავის სპეციალისტი. შუმახერის ინტერვიუ გაიხსენე რომ მიდის მიკროფონით მატიას რო აცნობს ხალხს, მაშინ იჯდა ძრავების განყოფილებაში, ჩარგული იყო დატაში და საერთოდ არ აინტერესებდა გარეთ რა ხდებოდა. აინტერესებდა რომ მეტი HP ქონოდა horsepower-ი. ბოლიც. ეხლა HP-ია ამის ცხენიც გაიქცეს გერბი. ოღონდანაც გაიქცევა ცხენი. წავედით მერსედი იტალიიდან გადავედით გერმანია ბრიტანეთში. და მე დავიწყებ აქ სიცივე ვიცოდით რომ მერსედესი ივლიდა სიცივეში და შვენიერი მეორე მესამე ადგილი და კიმი ანტონელის ანუ ხო იყო რომ სეზონის დასაწყისში ვერ ხედავდი ანტონელიში რაღაცეებს, ქონდა ეს ვიცოდი, იმიტომ რომ სხვანაირად ჰაიპი არ იქნებოდა, მაგრამ ვერ ხედავდი რა გამეკეთებინა. ბოლორბოლებია კიმი ანტონელი, აი ის კიმი ანტონელი დადო, რომელი ჰაიპიც ქონდა. აი ბოლორბოლა რო ავიღოთ ნებისმიერმა 20-დან დაიდოს ეგ ტარგეტი, რომ დაიწყოს რბოლა მე-17 ადგილიდან ამ მერსედესით და დაამთავროს ბოლა პოდიუმზე. ნებისმიერმა 20 პილოტიდან დაიდოს ეგ ტარგეტი, აბა თუ დაიდებს. კი, ძალიან კარგად არის. ხო, ეგეც ახლა რა თქმა უნდა ხედავდი უბრალოდ ეგ იყო რომ მაგას ვამბობდით ალბათ ის ადამიანები, ვისაც გჯეროდა კიმის რომ ეგ არის ხო, გამოცდილების ამბავი იყო მან, თორე ტალანტი რომ მქონდა ამის უარყოფა მართლა შეუძლებელი იყო. ხო, უბრალოდ აი ეს მასაკი შვებოდა თავისას ამხელა პრესი რომ და პრემა კიდე. პრემაში გამოსვლა არ მომწონდა. აი ორივე რო აიღო რა, ბერმანიც და ანტონელიც გააფორმეს ძალიან ადრე мотиваცია გაუქრეს ფორმულა 1-ში და მე-11 ადგილებზე დავუშვენებდა, მაგიტო მაშინებდა, აი ანტონელის დასაწყისიც გავდა და ბერმანის დასაწყისიც გავდა პრემას. ხო, იმიტომ რომ პრემა არ იყო თვითონ კარგი. აი ფორმულა 4-დან რო გადმოვიდა, ეგრევე ფორმულა 2-ში რაღაც სხვა კიმი იყო რა, ანუ აი ეს არის იყო კიმი მახსოვდა. ხო და მაგას ვამბობ, ანუ პრემა არ იყო თვითონ კარგი, არა და ოლი იქ იმ პრემათიც რაღაცეებს შვებოდა ბერმანი რა. ოღონდ აი ეგრე არასტაბილურად რა. ხო, რაღაც ერთ ბოლაში სპრინტს მოიგებდა სიტყვაზე რაღაც, მაგრამ ეს სეზონში რაღაც მიელაგებინა ეგრეა. ჯამში ეგ არის რა, ძალიან პატარა არის ამ ხელაწნეხი მერსედესზე. მე ანუ
სადღაც ეჭვი შემეპარა იმაზე რომ თავიდან რომ ვილიამში ხო არ ჯობდა მართლა მოეყვანათ მე მაგაზე დარწმუნებული ვიყავი მაგრამ ეხლა უკვე ვფიქრობ აი მანდ ვარ მეც რომ მე ეგრევე მივხვდი რომ არა იმიტომ რომ გამოცდილების მხრივ რაც ვილიამში აკრიფავდა წელს მერსედესში მიიღებს იმაზე 3 წლით მეტ გამოცდილებას და შველის მისი ტალანტი და რა თქმა უნდა სათფურულის პირობები აქვს ახლა ანტონელის იმიროთ ყვას ტოტოლოვს ეგრე მე არ მინახავს შვილივით ხშირად ადარებენ ხოლმე აირონმენში ავენჯერებში Spider-Man-ს და Iron-Man-ს როგორც ისინი არიან მამაშვილურად რაღაცნაირად ესე არიან ესენიც ესეც რა თქმა უნდა ეხმარება კიმის გამოცდილების მიღებაში რა თქმა უნდა ეხმარება თუმცა თავისუფლად ვერ იყო აი ის ცუდი პერიოდი რო ქონდა კიმი თავისუფლად ვერ იყო პრესამ გაანადგურა კი პრესს და ძალიან დაწნეხეს კიმი მან მეც კი გავჩერდი იმდენად მე ხო ძალიან კრიტიკოსი ვიყავი კიმისი რა მაგრამ იმდენად დაიწნეხა უკვე რომ ანუ ხმას აღარ ვიღებდი უკვე რომ მან მივალ მაგის თქმა მინდა რომ ანუ ასაკი იყო მან თავარი ფაქტორი ვიცოდით რომ ტალანტი არ ვიცი მე დღემდე ძალიან მჯერა ყოველთვის მჯეროდა და ვამბობ იმას რომ ის შეცდომები რაც ქონდა ის უნდა ქონოდა ეგ წყვეტა უნდა ქონოდა სადღაც ეკნება ხო არა ეხა იმი რეალურად ნაღმზეზის რეალურად არა მაინც ის დამიჯერე როგორც ეხლა ვამბობთ რომ კარგია ერთი მცირე შეცდომა და ისინი ვინც ამბობდნენ რომ არა არ არის მთლად ეგეთი ისინი ისევ იტყვიან იმას რომ აი შეცდომები მაინც აქვს ხო და აქედან გამომდინარე ჯერ მე მაინც ესე ვუყურებ მაინც ადრეა ექნება შეცდომები უბრალოდ აი ეს გადატეხვა სიტუაციის რომ ამ წყვეტიდან ესეთი დაბრუნდა პლუს ამას ტოტო ძალიან ეხმარება ფსიქოლოგიურად ტოტოს ეს აქვს რა აი მენეჯერის თვისება რა შეიძლება სხვათა შორის კი მაქსი შარლი თუნდაც მაქს და შალს შეიძლება ესეთ არ ეპატიებინათ სხვისთვის ესე რა კონტაქტი მაგრამ უკვე უყურენ როცა ძალას ხედავენ თვითონ ისინიც უკვე დადის უკვე კონკურენტი ის კიმი ბავშვი კიმი აღარ არის ხო ეხლა უკვე კონკურენტია თვითონაც თქვა კიმიმაც რომ ჩემსა და ჯორჯ შორისაც შეიცვალაო ურთიერთობა ეგრე აღარ არისო რა რაღაც პატარა ბავშვი მათემატიკაში ხო რო ეხმარებოდა იქ რაღაც ეგრე აღარ არის და ეგ ნორმალური ანუ ისიც გძნობს რომ ის შენგონია ვერ ხედავს ტოტოს დამოკიდებულებას კიმისადმი მაგაზე ეჭვიანობს ჯორჯი ეჭვიანობს მაგაზე ეჭვიანობს უბრალოდ პირველი სეზონი მიაჭირა ეხლა მერსედესს რომ ხელფასს მომატეთ ისქენ მაგრამ ნუ ჯორჯი ჭირდება ძალიან ჯერ სამ პოდიუმი უკვე სეზონში ანტონელის და არ ვიცი მე ისევ იმაზე ვარ რომ ეს ბიჭი ძალიან სწორად მიდის წინ და ოღონდ გაუმართლა იმაში რომ გარემოცვას ძალიან უყვართ მაქსთანაც რომ მივიდა მოდი ესე თქვა მაგიტომ უყვართ თუ არ არის ეგ რო იყოს რაღაცა აი ცუდი ადამიანი ხარ ბავშვია ხო ან ყველაზე პატარა პელეტონში რა ირო იქ რო დადის იმაში პადოქში კაი ტიპი დადის რა აი თუნდაც ის მომენტი რომ მაქსთან მიირბინა და მაქსმა რომელზე გახვედიო მე-4-ე ნუ მაშინ ხო არიცოდა რომ პოდიუმზე იყო გაუკვირდა გაუხარდა მაქს და ასე შემდეგ რაც შეეხება ჯორჯს ძალიან რთული რბოლა ჰქონდა სხვათა შორის მიუხედავად იმისა რომ მეორეზე გავიდა კი, პირველ კვალიფიკაციაზე ქონდა ჰიდრაულიკის პრობლემა, მერე ჰიდრაულიკის პრობლემა ქონდა რბოლაში და მაქსი რო გამოვიდა პიტსტოპიდან და იქ რო ებრძოდა ფერსტაპენს, იქ ქონდა რასელს საბურავი გააფუჭა იქ. და ქონდა აი ამის შიში მთელი რბოლა რომ საბურავი ვეღარ მიაღწევდა ბოლომდე და იმიტომაც თქვა რომ ნორის მე ბრძოლას არ დაუწყებ თუ რაღაცაა გავატარებ ასევე და შენ კიმის სტრატეგია აღნიშნე ასევე რომელიც მართლა ძალიან კარგი აი მაგას შესრულება რაღაც მონაკო გამახსენდა რა მაგას შესრულება უნდა ხო მაგრამ ისიც თქვა მოდი რომ აქ ისი არ წდებოდა საბურავი როგორც სხვაგან წდებოდა რაღაც დონეზე ხო მაგრამ 10-დან 7 პილოტის ინტერვიუ რო ნახო ამბობენ რომ არა მე ნუ დამეთანხმები იქ წერია თვითონ ამბობენ რომ კიმიმ რაც შეასრულა მაგას შესრულება უნდა თქო კიმიზე მოდი მე ნუ მეკამათები ანუ ეს შენ რა ყველაფერზე გეკამათები კიმი რა შვება ეკი ვიცი კაც უბრალოდ მეტი რესურსი ქონდა საბურავს ანუ მეტად შეეძლოთ ასე თქვა ჩაჭერა და პირელი შეაშინა ესენი რომ ანუ უფრო ცდება საბურავი და ჯამში აღმოჩნდა რომ აი თუნდაც ჰაჯარმა თქვა რომ
რო გადმოვედი ბოლიდან საბურავს შევხედე, კიდე ქონდა თურმე სიცოცხლის უნარიანობა და კიდე შეეძლო ამ საბურავს გავუვადე. ხისტს შეეძლო. ხო, თეთრ კანტიანზე ვლაპარაკობ. თუმცა ანდერკატი არ მუშაობდა, კი, ისე აქტიურად, როგორც კი, მაგას ვიძახი და ძალიან ახლოს იყო კომპლექტებიც ერთმანეთთან, რა, იქ თუ სიტყვაზე 25 წრე ჭირდებოდა, ხისტს დაახლოებით 22-21 მედიუმის შემთხვევაშიც გამოდიოდა რა. თავიდანაც დაგვიწერეს, ხო, რომ შესაძლებელი იყო ორი პიტსტოპი და კი, ორი პიტსტოპიანი საერთოდ ყველაზე ის ხო პოპულარული, უბრალოდ პირველი გათვლაში არ იყო, რომ ხისტით შეეძლოთ ვიღაცას დაეწყო. იქ იყო გათვლა სუმედიუმით დაწყებაზე რა. მაგრამ გამოვიდა ამოტრიალებული სტრატეგია. აგერ ანტონელიმ საერთოდ სოფტით დაიწყო. ხო, ერთადერთი იყო. ეგ იყო იდეა. ეგ იყო მთავარი იდეა, რომ მოეშორებინა მალე ის წესი, აუცილებელი წესი, რომ ორი კომპლექტი უნდა გამოიყენო რბოლაში. შეასრულა იდეალურად ყველაფერი. წავედით Red Bull-ში და Max-თან ცუნორაზე ალპინივით შეგვიძლია არაფერი არ ვთქვათ. ცუნორა არის თვით ალპინი. სამი ალპინი. გრიდზე. იაპონური, ფრანგული და არგენტინული. ხო და მოკლედ Verstappen-ზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ხო? ანუ გამოიყენა პირველივე შანსი. წავიდა წინ და აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ რასელთან ხო იქ უნდა დაუბრუნდა კიმისთან უნდა დაუბრუნდა ერთი წამი კიმის უმნიშვნელოვანესი მომენტი რა იყო იცი პიასტრისთან თავდაცვა გახსოვს პიასტრი რო გარე ტრაექტორიდან არა ბოლოსკენ ხო გარე აი ლეკლერი და პიასტრი ორივე ერთად რო უტევდა მან დრო პიასტრის გაესწრო ლეკლერთან რჩებოდა ერთ-ერთზე დიარესი არ ექნებოდა სავარაუდოდ და შეიძლება ლეკლერთან დიარესი ისედაც არ ქონდა მე მგონი ჯორჯთან არ იყო ახლოს ჯორჯთან არ იყო ხო არ ქონდა არა ყოველ შემთხვევაში მესმის რასაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეგ შენარჩუნ მან გახსოვს პიასტრი გავარდა კიდე ერთ მომენტი მეგონა რომ გადაასწრებს და თითქმის გადასწრებული ქონდა უბრალოდ ძალიან სწორად დაიწყო თავი პიასტრი გადმან მოუცურდა აი რაში გეთანხმები კიდე იცი რომ ლეკლერი უფრო რაღაც აქტიური იყო მაგრობობაში და უფრო შეეძლო გასწრება ყველას ლეკლერი ვინმე თუ გაასწრო ლეკლერი ასწრებდა ვიღაცებს თუნდაც პიასტრის ხო პიასტრისაც ლეკლერმა გაასწრო არა და წარმოიდგინე სწორზე ლეკლერს არ ქონდა ისეთი სიჩქარე უფრო აგრესიულობის ხარჯზე და ზღვიან აი რაღაც ხარჯდა რა რიტმში და აი ეგ იყო გადამწყვეტი რა ალბათ რომ პოდიუმზე ავიდა ანტონელი და მანდაც ისევ კიმის კარგი ქმედების ხარჯზე მოხდა ეგ ყველაფერი მანდაც თვითონაც თქვა რომ პიასტრი მაიძულა ტემპი მოემატებინა და საბოლოო ჯამში გამოადგა იმისთვის რომ ის 5 წამიანი ჯარიმა რაც ქონდა ეგეც არ გვითქვამს ხო სტარტზე რომ 5 წამიანი ჯარიმა მისცეს შენელებული კადრით ძლივს ჩანს რის გამო დააჯარიმეს ხო გავიგე სენსორი მაგრამ მე მგონი ცოტა არ ვიცი რაღაცა მანდაც ხო ალბათ შეიძლება რაღაცა რეგულაციის შეცვლა იმიტომ რომ აი რავი რა უპირატესობა უნდა მიეღო გაგორებულზე ხო არ მიდის ხო დავდგეთ გაგორებულზე თუ რა გაგორებულზე დაუდგა კიმი ალბათ ეს უპირატესობა როცა იძახიან გაგორებულზე ხო დაუბრუნდეთ Red Bull-ში Max-თან Max-მა სტარტში ანუ სტარტზე ალბათ ეგეც ხო თქვა რომ შიდა ტრაექტორია ქონდა და კვალიფიკაციის დამთავრების მერე თქვა რომ ეს არ არის ბოლომდე ცუდი შიდა ტრაექტორიაზე დგახარ მეორე ადგილი და ეს მე მგონი ჩაიბეჭდა ნორისმა მე მგონი ვეგასი გაახსენა 2023 იქ ლეკლერს უკნა იგივე მაქსმა ზუსტად ეგრე ლეკლერი რა არ გადასულა მაქსისკენ და იქ აი როგორ გითხრა ძალიან ისეთი ადგილია რა იქ თუ შეიძრო დამთავრდა და ამის შეეშინდა ალბათ ნორის და აი ესე აგრესიულად მაგიდობა ხო აგრესიულად გადავიდა მაგის გამო გამორჩა სამუხრუჭე წერტილი გავარდა წინ ცივი ბორბლებით ვინძურ ტრაექტორიაზე და დაკარგა ორი პოზიცია. ანუ აი ნორისმა რამდენად მაგარი ორი რბოლაც ჩაატარა წინა, იმდენად შეცდომა დაუშვა სტარტზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რა თქმა უნდა. შეცდომა იყო. შეცდომა არ იყო გადაჭრა და ჩატეტვა, მაგრამ ხო, არა, დარჩენილი მეორე ადგილზე. გაესწრო მაქს.
ჯამში მეორე ადგილზე გავიდა. და ანუ მიყვებოდა რა და შეიძლება მეტი შანსი ქონოდა, უფრო უკეთესი ოვერკათი გაეკეთებინა, ხო? Russell ყოველ შემთხვევაში ისიც უნდა გაეთვალა, რომ აქედან ოპტიმალურად ვერ შეხვალ ცივ ტრასაზე მოსახვევში და ხო, ან მაშინ უნდა იყო მზად იმისთვის, რომ ამას თუ აკეთებ, ის შეიძლება არ გამოგივიდეს და ამას თუ არ გააკეთებ, ის გამოგივა, მაგრამ აქედან შეიძლება გაგას. შეცდომა იყო მოკლედ უდავოდ ლანდოს ხრიდან სტარტზე, რაც დაუშვა. და ანუ ბევრიც აი როგორც ალპინზე ბევრი არ არის სალაპარაკო, მაქსზეც ბევრი არ არის სალაპარაკო, ოღონდ პირიქით. მაქსმა გააკეთა იმდენად კარგი რბოლა ქონდა 79 მოგება რა ამბავია უკვე. იმდენი ხანი იძახა 69 ნომერი მინდა, ბოლოს აგერ მოიგო 79 რბოლა და მაქსის თავარი ამოცანა იყო, თვითონაც მოშვებული იყო, ხო, რომ რაღაც ჩემპიონატში შანსები ნაკლებია, ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ, ნახოთ რა გამოვა და აი ასე გრან-პრი მოიგო. ამოცანა იყო ის იდეაში, რომ ჩემპიონობის შანსი შეენარჩუნებინა, შეემცირებინა ქულათა სხვაობა და ჯამში ახლა გადავიდეთ მაკლარენზე როგორ გამოვიდა მაგს. ეს ყველაფერი და მართლაც მარწყვი იყო ტორზე, რაც მოხდა შემდგომ, რაც დაემართათ პაპაიებს. მაკლარენში მოხდა ორმაგი დისკვალიფიკაცია დაფის გამო, რომელიც აქვს ძილზე. თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს დაფა არა ცალმხარეს გაცვდა. არამედ ჯამურად, ანუ ყოველი კუთხე დაფის ხო, სამივე წერტილი იყო 9 მმ-ზე ნაკლები. მაგრამ აქვს 3 წერტილი და სამივე წერტილს აქვს ტიტანის, ასე ვთქვათ, ბლოკი, რომელიც იცავს რეალურად რომ არ გაცვდეს. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ბრაზილიაში რაღაც შენადნობისგან ქონდა რამდენიმე გუნდს, მათ შორის მაკლარენს ეს ტიტანის ბლოკი, რომელიც გახურების დროს ფართოვდებოდა და ჩამოდიოდა უფრო დაბლა, რაც საშუალებას არ აძლევდა. ხო შემდგომ რომ დაფა გაცვეთილიყო და როგორც კი გაცივდებოდა ისე უკან ადიოდა. ხო. თან რა მომენტია იცი, პილოტები სპეციალურად შედიოდნენ ბოქსებში ნელა ამის გამო რომ გაციება მოესწრო, იმიტომ რომ იქ შემოწმება უწევდათ ბოლოს. არ ვიცი ამასთან რამდენად არის კავშირში, მაგრამ ანუ რატო გაუჩნდათ ხო ინტერესი და რატო დაიწყეს ესე უკვე სერიოზულად და ინტენსიური შემოწმება, რომ ძალიან ისეთ ადგილებში ძალიან ნაპერწკლიანი იყო მანქანა, სადაც არ უნდა ყოფილიყო. თუნდაც ავიღოთ ეს რბოლა. პიასტრი აი გასწრების დროს მახსენდება, პიასტრი ძალიან ბევრ ნაპერწკალს ყრიდა რა ტრასაში. შიდა მხარეს რომ გავდიოდა ძალიან ბევრი. გავიგე რომ ტრასა არ არის სწორი და მაინც აქალაკო ტრასაა და ქუჩაა, ასე ვთქვათ, მაგრამ არ ვიცი, მე მგონია რომ მაკლარენში ძალიან აცდნენ იმ ხრივ რომ საწვიმარი კვალიფიკაცია ქონდათ, ხო? ჩვენ ვიცით რომ საწვიმარი პარამეტრები ყოველთვის არის მაღლა. ანუ ბოლიც ვერ დაწევ, იმიტომ რომ აკვაპლანირება დაემართება, მით უმეტეს გრაუნდ ეფექტის დროს ჰაერში ტიხრებში თუ შევიდა წყალი ირღვევა, ხო, ის ჰაერის მიმართულება და ანუ რამდენად მე კვალიფიკაციის მერე ხო ვერ კიდებ ხელს მანქანას პარამეტრებს ვერ შეცვლი ვერაფერი, ანუ საწვიმარი პარამეტრით ჩვეულებრივ დგები მეორე დღეს. ანუ რამდენად აცდნენ რომ ამას მიხვდნენ ბოლო 5 წრეში რომ ეს ანუ სენსორები უყენია იქ ზომას იქ უკვე გეუბნება ეს სენსორი რომ აი რაღაც იმამდე აღწევს რადიკალურ ზღვამდე. ყველაზე კომიკურს გეტყვი, ყველაზე ბოლოს პიასტრის რო უცდებოდა ეგ გაიგეს. მაკლარენში პიასტრი არ ვიცი ხა ამას რამდენად მე მგონი უკვე ორს მემარატორი 4 არის. არ ვიცი პიასტრის რო უყურებ შენ ჯონ სნოუ ახსენე და პიასტრიც ჯონ არა პიასტრი გრეიჯოია რასაც უყურებ აი რავი აი რაღაც ცეცხლი არ არის ამ ბიჭის თვალებში რაღაც არც აგრესია აღარ არის აი რაღაცა ზაკი ესე არ არა ზაკი ხო თავარი ეგ არის კი და ნუ ჯამში გამოდის ისე რომ შეცდა ძალიან შეცდა გუნდი ვითომ დააბრალეს და ბოდიშები იხადეს რომ დელფინირების გამო მოხდა მაგრამ დელფინირებას ხვებსაც ჰქონდა და ზოგადად ათეული დააბრალეს ეგრევე რომ დელფინირები ყვაპატია დელფინირების ბრალიაო და მთელი ათეული შეამოწმეს ნუ არავის არ ქნა გაცვეთილი და ყველაზე სასაცილო არის ნუ სასაცილო რა ესეთი წესები გვაქვს რა იმა დაფას რომ იამაგრებენ ძირს ანუ ის არის 1 სანტიმეტრი ანუ 10 მილიმეტრია რა და 1 მილიმეტრი აქვს ცვეთის უფლება წარმოიდგინე და ლანდოს ქონდა 0.12 ანუ 0.12 არის რა თმის ღერია კი
თმის ღერის სისქე ან რაღაცა სპეციალური ტექნოლოგია. ხო, აბა იმას სახაზავი და რულეტა ვერ გასწონო. ანუ რაღაცა სპეციალური კომპანია ამზადებს ამ კი. საზომს სპეციალურს, რომელსაც თოიო რაღაც ქვია, აღარ მახსოვს. 0.001 აქვს სტომილება თუ რაღაც ძალიან პატარა თუმცა ესია რა, როცა არ არის ხო არის, იმ სახელსაწყოსაც ამოწმებენ 1000 ჯერ. ანუ ისი არ არის, რაღაც სახელს. თუმცა აი რამდენად არის ახლა მოდი მეორე საკითხს შევხედოთ, ეს რამდენად მოქმედებს სიჩქარეს. სიჩქარეზე მოქმედებს, ნუ მოჭიდებაზე მოქმედებს იმ ხრივ რომ მაშინ გუნდები შენ რო იცი რომ 1 მილიმეტრი თუ გაპატიეს 1 მილიმეტრი მანდრო კლირენსი დაწიო ძალიან ბევრი პირატესობას გაძლევს რა. ზუსტად ამიტომ არის ეგ გათვლა გაკეთებული. აი მომავალ წელს უკვე გრაუნდ ეფექტი აღარ გვექნება პრინციპში და მეტად აწეულიც იქნება ბოლიდები რა და ეს საშიშროება აღარ იქნება. უბრალოდ აქ ძალიან ვერ გათვალეს. აქ არ ვიცი, აი სულ ამბობთ იმას, რომ მაკლარენი თუ წააგებს საკუთარ თავთან და ეს ხდება 24 ხულამდე მცირდება. სხვაობა სატურნირო ცხრილს რო ჩამოუყვებით, ამას უფრო ნათლად და მივედით უკვე სატურნირო ცხრილამდე, ბარემ ჩამოუყვეთ ნორისი 390 ქულა და 24 ქულა სხვაობა პიასტრი ფერსტაპენამდე. არაფერი. აქ საინტერესო კიდე რა არის, იცი? ეხლა ამ მომენტში მაქს აქვს 6 გამარჯვება. 7-7 აქვს ნორის და პიასტრის. მაქსმა რომ ორივე რბოლა მოიგოს და ისე მოხდეს რომ რომელიმე თანაბარ ქულებში შევიდეს, მაქსი ხდება ჩემპიონი. ხო, მაქს გამარჯვება ჭირდება ყველა ვარიანტში. მეტი მოგებით, წარმოიდგინე, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მაქს ორივე რბოლის მოგება ჭირდება. მაინც ძალიან რთულია მაქსის ტიტულის მოგება, თუმცა მაკლარენის ფსიქოლოგია არა მარტო ჩვენი მოცემულობიდან საუბრობ, სადაც პიასტრის 104 ქულა და უკაჩა. აქ უკვე 24-ს მაგას არ მაგიტომ არ ვანიჭებთ დიდ უპირატესობა და ვამბობთ რომ ინტრიგა დაბრუნდა, თორე ეს რომ არ იყოს მაქსი, ეს რომ იყოს პირიქით სიტუაცია რომ იყოს, შეიძლება ესე არ ყოფილიყავით, ხო? და ესეთი ინტრიგა და ესეთ ნეიტრალურ გულშემატკივარს არ ქონოდა დრამის რაღაცა და იმის მოლოდინი რომ ჩემპიონატი დაიძაბა. მაგრამ როცა ტიპი 104 ქულას დაკაჩავს და ბოლო ორ ბოლაში სადაც 1+ სპრინტია 24 ქულაა სხვაობა. კი ბატონო. აქ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და მაკლარენის ნერვიულობა რაც შენ აღნიშნე. ხო. მაკლარენის ფსიქოლოგია ახლა რა დღეშია პილოტიანებთან, ახლა მთელი მაკლარენია პიასტრი. რა ფსიქოლოგიითაც პიასტრი აკეთებს, ხო, ბოლო რბოლებს შეიძლება ჩვენ ვიხილოთ კატარში რომ ფსიქოლოგიურად ასე დღეში იყოს ლანდოც და ასე დღეში იყოს გუნდი, იმიტომ რომ სისხლს გრძნობს, ხო, უკვე 24 ქულა, ეს არის არაფერი, როცა მაქსი მოგზდევს, როცა დაკაჩული აქვს შენთვის 100 ქულა. თუმცა როგორ გინდა ახლა ნორისის და პიასტრის ნორისის ვაშკაცობაზეა ახლა ყველაფერი მე თუ მკითხავ ერთი მაკლარენ შეუძლია იმით დაიმშვიდოს თავი რომ კატარი არ ვიცი რამდენად მოერგება მაკლარენს ანუ არ ვიცი ბოლო ორი რბოლა მაქსიმუმ მოიგოა ხო და ანუ ძალიან გაუჭირდებათ კატარში კვალიფიკაციას ექნება პლუს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა კატარში მაკლარენი არ ვიცი რამდენად ივლისს აი აბუ-დაბი არის მაკლარენის ტრასა შედარებით და ფსონი უნდა და მან უნდა გააკეთოს ალბათ ფსონი მთელმა მაკლარენმა და შეიძლება კატარი საერთოდ გაწირონ კი არ ვიცი რა არ ვიცი რა მოხდება რა ძალიან მიჭირს ამ მომენტში თქმა გავუყეთ დანარჩენს რასელი გარანტირებულია მეოთხე ადგილზე ლეკლერიც ალბათ ვეღარ შეუშლის მის მეხუთე ადგილზე ალბათ კი არა მათემატიკურადაც ვეღარ უშლის ლეკლერს აი ჰამილტონს წამოეწია ანტონელი ჩემპიონატში სხვაობა არის ამ ორ პილოტს შორის 15 ქულა და 15 ქულა არაფერი არ არის თანამედროვე ფორმულა 1-ის ქულების სისტემაში, როცა ორი ქულა დარჩენილი. ველოდი მე პრინციპში ამას შეიძლებოდა წაებრძოლათ ბოლოსკენ, იმიტომ რომ არ ვიცი ლუის თვითონ ამბობს რომ ესეთ საშინელი სეზონი არ ქონია და იმისთვის ახლა ძალიან დიდი мотиваცია იქნება თუ სატურნირო ცხრილში დაასრულებს ჰამილტონზე წინ ახლა. მეექვსე ადგილი მაგარი შედეგი იქნება. ხო, ჰამილტონისთვის ახლა არაფერი არ იცვლება, ხო, აზრი არ აქვს. ლუისისთვის ვერანაირად ვერ ჩავთვლით რომ ლუისი წაგებულ სიტუაციაში იქნება, კიმი უფრო იქნება გამარჯვებული ამხრივ. აქედან გამომდინარე, კიმი ალბათ ბოლომდე მიაწვება, ლუისიც მიაწვება და აწვება კიდეც როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ არ ვიცი, არ გამოსდის ჯერჯერობით ამ ადამიანს არაფერი ფერარიში, რაღაც აი ვერ შეერწყა ფერარი და ჰამილტონი ერთმანეთს. სამწუხაროდ ასე მოხდა არა და მოლოდინი ძალიან დიდი იყო. ხო, თუმცა ნახოთ ანუ ნახოთ 26 მოდის წინ ახალი რეგლამენტი და შეიძლება სრულად შეიცვალოს სიტუაცია. მე იმაზე ვცვარ რომ ლუისი ზოგადად ამ რეგლამენტს ვერ მოერგო. და ზოგადად ხო რეგლამენტის ცვლილება ისეთი რაღაცაა რომ კი იქ მაინც ასე თუ ისე ძალების გადანაწილება არ ჩუნდება, ოღონდ
სხვაობები იზრდება, სხვაობები მცირდება და პილოტი შეიძლება რაღაც პილოტმა, რომელსაც მაგალითად ვერ ერგება ეს რეგლამენტი, ადგეს და იმ რეგლამენტზე საერთოდ სხვა პილოტი გამოვიდეს. ეგეთი რაღაცებიც ყოფილა, ხო, თუნდაც აი ეს ლუისის რეგრესია ავიღოთ წინა რეგლამენტიდან ამ რეგლამენტამდე და პროგრესებიც არის, ხო. მეთი ფერნანდოა, რომელიც ყველა რეგლამენტზე ფერნანდო ზოგადად ძალიან უნივერსალური პილოტი არის. რა ბოლიდშიც გინდა გადასვი, რა რეგლამენტიც გინდა მიეცი, ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური პილოტი არის ფერნანდო ალონსო. ბექმარკერებსაც თქვა ორი სიტყვა, ალბონი ალბათ მაინც გაასრულებს მერვე ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ ჰაჯარი და ჰულკენბერგი საკმაოდ მიუახლოვდნენ ალექს ალბონს, 22 ქულა ჰაჯარამდე და ჰულკენბერგამდე 24, თუმცა აქ ეს ანუ ეს ბექმარკერები არიან, ეს რო იყოს ლიდერები, იტყოდი რომ დიდი ლიდერებში 50 ქულა. კი, აი ეგეთი ორზე უნდა გაამრავლო. დაახლოებით ეგეთი სიტუაცია აქ. ხო, ალბათ იბრძოლებენ მე-9 ათეულში შესასვლელად ჰაჯარი, ჰულკენბერგი, საინსი და არ ვიცი, ბერმანი და ალონსოც თუ მოახერხებენ მათთან ბრძოლას. საინტერესო ბრძოლა არის მოკლედ ბექმარკერებში. რაც შეეხება კონსტრუქტორებს, მაკლარენი ვიცით, რომ ჩემპიონია და ალბათ მერსედესი მათ ძალიან გაიჭრა. მერსედესმაც ალბათ გაინაღდა. არ გაუნაღდებია ჯერ რა თქმა უნდა, თუმცა დიდი შანსია რომ მერსედესი გახდეს ვიცე-ჩემპიონი, მაგრამ ისევ დაუბრუნდები Red Bulls, კაცმა არის ეს როდის რას გამოაცხობს Max Verstappen-ი და შეიძლება Red Bull-მა Max-ის ხარჯზე, არ ვიცი, წაებრძოლოს, გაუჭირდება მაინც. აი Ferrari არ ვიცი, Ferrari ალბათ მე-4-ზე დაამთავრებს ჩემპიონატს, მაგრამ აი შენ აი თელი სეზონის ანძილზე Ferrari ერთი ბოლა შენთვის უნდა მოიგოს. მართლა შენთვის უნდა მოიგოს. აი კატარი არის ალბათ ის. ეგრე ვამბობ უკვე ბეზედზე მე ბოლა. წართვა. უნგრეთიდან ეგრე მოვდივარ. რა ვქნათ, არა ვიცი. ვილიამსი არის მე-5 და ალბათ დაასრულებს მე-5 ადგილზე ამ ბრძოლას. სხვაობა უკვე საკმაოდ გაიზარდა, მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ არა საინსის 10 ქულა შეიძლება პრობლემები შექმნა და ვილიამს ბოლორ-ბოლაში. ჰაასი, რომელსაც გადაასწრო ასტონ მარტინს 1 ქულა სხვაობა. თვითონაც არ ელოდნენ. კი, ამით და ზაუბერი. ალბათ აი აქაც მე-7 ადგილისთვის იბრძოლებენ ჰაასი, ასტონ მარტინი და ზაუბერი ერთმანეთში, ჩემპიონატს და ალპინი, როგორც მაკლარენი. ჩემპიონია ბოლოდან. ანტი-ჩემპიონი. კი ბატონო. დღის ბოლელი ვინ იყო შენი? რა თქმა უნდა, კიმი. იგივე შეგვიძლია ვთქვა. არ კიმის გარდა სხვა მე მგონი არც განიხილება. ანუ კანდიდატები ბევრი იყვნენ, ბევრი რა რამდენიმე იყო, მაგრამ ამან იმდენად მაგარი ბოლა ჩაატარა, რომ აქ შედეგობრივად და ისე ყველანაირად მაგარი ბოლა ჩაატარა. დღის გადასწრება შენი პიასტრიზე იყო ჩემი ლეკლერი, ზოგადად არ ქონდა ხო რაღაც ვერ გაგვანებიო რა ლას-ვეგასმა ბევრი გადასწრები და აი ლეკლერის გადასწრება პიასტრიზე იყო ჩემთვის ძალიან უცნაური, იმიტომ რომ როგორც წეგამ თქვი, სწორზე არ იყო ლეკლერი კარგი და ზოგადად ლეკლერის პირველი სტინტი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი, ძალიან კარგად იარა შალმა ამ სტინტის დროს, მე როგორც ხდება ხოლმე ფერარიში, მეორე კომპლექტი რაღაცნაირად არ მოერგო, ვერ გახურდა საბურავი და ასე შემდეგ, მაგრამ ესე პიასტრის გადაასწრო, მაინც ეს გამოვყავი, იმიტომ რომ რაღაც თუ სამე გასწრება გქონდა ისევ ამ სტორმ მონაკვეთზე და ყველაზე ეფექტური და თან მაკლარენს რო ფერარი ასწრებს, თო და ისეთი არა. მე ავარჩიე ლეკლერი ბერმანი, უფრო ეფექტური იყო თვითონ გასწრება. აქ როგორ იყო, იცი პიასტრის, მაგას შორის ვარჩევდი პიასტრს. აი ავარჩიე ბერმანი, იმიტომ რომ ანუ იქ პიასტრის თითქოს წორზე უკვე ჩაუქროლა და ბერმანს აი რასაც ქვია გვიან მუხრუჭის ხარჯზე გადაასწრო და იქ ეს გადაჯვარედებებს რო გაკეთეს აი ვაკვირდებდა აი ძალიან პატარა ის იყო მილიმეტრები იყო სხვაობა და ანუ მე პატარა რუბრიკას ვამატებ აქ თავდაცვას ჩემთვის ისევ ანტონელი პიასტრის თავდაცვა ნიშნულობითაც და ეფექტურობითაც საკმაოდ ვიზუალურად ეფექტური თავდაცვა იყო. ანტონელი რო დაიცვა პიასტრისგან თავი. საბურავში მოვიდა ჩვენი რუბრიკა, სადაც ძალიან საინტერესო რაღაცაზე უნდა ვისაუბროთ და რაზეც თქვენი აზრიც გვაინტერესებს ძალიან გულშემატკივრის. რა ხდება მაკლარენში ვხედავთ, ჩემპიონატში რა ხდება ვხედავთ და ხომ არ თხოვენ ოსკარ პიასტრის ნორისზე დახმარებას. და რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში ოსკარ პიასტრი? არ უნდა დაეხმაროს.
ანუ მე კატეგორიულად ვარ წინააღმდეგი. როგორ ქენიც თანასწალი და არა. არანაირად არ უნდა დაეხმაროს, როცა ერთი გამოთიშვა არის ხვაობა მრბოლელებს შორის, მით უმეტეს როცა ის შენი თანაგუნდელია, რომელიც იბრძვის ჩემპიონობისთვის და ზუსტად ეგეთი მანქანა ყავს, რაც ის გააკეთებს რბოლაში, იგივეს აკეთებს შენს. აქედან გამომდინარე იმის მიუხედავად რომ ორი რბოლა დაგვრჩა, ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ პიასტრის თხოვონ დაეხმაროს ლანდო ნორისს. არ ვიცი, ან შეიძლება ეგიდეა საერთოდ ეგიდეა არც მოუვიდეს მაკლარენს თავში, იმდენად ვერ ფიქრობენ რაღაცეებზე. შარშან ლანდოს შარშანს ხო ჭირდებოდა ლანდოს და უფრო ჭირდებოდა დახმარება. და პიასტრის თითქოს არც შეიძლება არც უთქვიათ, არ ვიცი. ამიტომ მგონია რომ ეს არ იქნება მაკლარენში, იმიტომ რომ ოსკარი ციტყვის მათემატიკური შანსი კი არა, რეალური შანსი აქვს პიასტრის ჩემპიონობის. იგივენაირი როგორც მაქს. ეთქვის რომ თუ მაქსისგან გინდათ რომ დავიცვა ლანდო, ანუ მაქსსაც იგივე შანსი აქვს როგორიც მე. ზუსტად იდენტურადზეა, ხო? ეგ არის, თუმცა ხო აი მაკლარენში რას მოიფიქრებენ არ ვიცი. ეგ არის მაშინ გაჩაგვრა პილოტის, რომ მაშინ უნდა მოთხოვო, რომ შენ უნდა დაეხმარო ლანდოს, ეგ თხოვნა არ არის. თქვათ კატარში ისე მოხდა რომ დარჩა ლანდო და მაქს აბუ-დაბიში. ანუ ერთ-ერთზე? ხო. ხო, მაგრამ ანუ აბუ-დაბიში უკვე ამარო შანსი დაკარგავს? არა, მაგ შემთხვევაში კი უნდა დაეხმაროს, დაეხმარება რომ გაიხსენე ვინ არის ხო, აი მაგას ვამბობ, ანუ ეგ უკვე ინდივიდუალურად პიასტრიზეა დამოკიდებული, რამდენად არიან პილოტები, ხო, რომ ირჩევნია სხვა გახდეს ვიდრე ჩემი თანაგუნდელი. აი, ეგივე გააკეთა ალონსომ ხო გააკეთა ეგ. ხო და მაგას ანუ იქ კიდე ძალიან დაძაბული იყო სიტუაცია, ძალიან ხშირად ვიხსენებ ჩვენ მაგ სეზონს და რაღაცა ვაი შეძახი უმახე გააკეთო. ეგრე გასარა იკონები. მასაკი იგებს იმას სასამართლო საბოსობაში. ოღონდ რა თქმა უნდა ხო, ის 8 სეზონი, მაგრამ ჩვენ 7-ზე ანუ კიმი რო გახდა ჩემპიონი. ხო, წარმოიდგინე. ეგრე მიდის ყველაფერი ხო და ეგრე დაკაჩეს ფეტელმას დღეს ვნახე რაღაც სოციალურ ქსელში 2010 წელს დაკაჩა. ფეტელმა და მოდი ვებერს დაუკაჩა. ხო, ვებერს დაუკაჩა, როგორც პიასტრის დაუკაჩა ფერსტაპენმა. ბოლოში პიასტრის თუ აღარ ექნება საერთოდ პრაქტიკული შანსიც კი რომ ჩემპიონი გახდეს, ნუ ეს როგორ შეიძლება მოხდეს, ეს მოხდება თუ აიღებს ორი ქულით მეც, ანუ 26 ქულა თუ ექნება, მოდი რა, ეს გარშემო გარეშე რო ვთქვათ, 26 ქულა თუ ექნება უპირატესობა ლანდოს აბუ-დაბიში უკვე პიასტრიზე, ეს ნიშნავს რომ დამთავრდა პიასტრის საჩემპიონო შანსები. და ამ შემთხვევაში პიასტრიზეა დამოკიდებული ეხმარება თუ არ მიეხმარება. რო ვფიქრდები ახლა ალბათ ახლა გუნდურა ძალიან პრაგმატულად რო შევხედოთ ყველაფერს და ესე ანუ რასაც ქვია აი მოსაგებად რომ მივადგეთ ყველაფერს ეხლავე უნდა დაეხმაროს პიასტრი. ეგრე ფიქრობ? თუ მიადგება გუნდი თუ გუნდი გადაწყვეტს რომ აი მოდი რა უეჭველი ჩემპიონები გავხდეთ. ესე თუ ანუ ნახე პიასტრის და ნორის შორის ჯერ კიდე არჩევანია ხო ხტები? აი თუ უეჭველი მაკლარენს ჩემპიონობა უნდა რომელიმე პილოტის უკვე პიასტრიმ უნდა დაიწყოს ნორისის დახმარება უკვე. მაგრამ თუ არ ჩაგრა, ოღონდ დაჩაგრა გამოვა პიასტრის, იმიტომ რომ პიასტრის მათემატიკური შანსი აქვს. პრაქტიკულად ანუ პირად ინტერესებს სახტები პიასტრის, ხო? ესე გამოდის. სხვაობა დიდია, 24 ქულა ბევრია. ძალიან ბევრია. ანუ როცა თან იცი რომ ბოლიდი არის მინიმუმ მეორე ბოლიდი, ანუ ყველაზე ცუდი შედეგი მე-4 ადგილი არის ამ ბოლიდის. აი თუნდაც შენ მოიგე ყველა რბოლა და შენი კონკურენტი მე-4-ზე გავიდეს, აი ხო ხტები მაინც პიასტრის სუეგ არგუმენტი ექნება, რომ ლანდო იმდეს უგებს ფერსტაპენს, რამდენსაც მიდგებს მე. არგუმენტი უეჭველი ექნება. ეგ არის მთავარი არგუმენტი. მე რო პიასტრი ვიყო, არც ვერ დავეხმარებოდი. ანუ ამას, მაგრამ აი ხო ხტები რას ხრიდან უყურებ ახლა საკითხს. შენ უყურებ დიქტატურა თუ არის მაკლარენში, გეთანხმები, ანუ ეგ არის უკვე დიქტატურა, გუნდში რომ მე არ მაინტერესებს. თუმცა დიქტატურა დაეხმარება ნორის მაგალითად ტიტულის მოგებაში. აი ესე შეხედე. მაკლარენს დაეხმარება პირველ რიგში, რომ ორივე ფრონტზე მოიგოს. ორივე ფრონტზე მოიგოს. ან შეიძლება საერთოდ ვერც დაეხმაროს, იცი? ანუ შეიძლება მაინც მაქსი გახდეს ჩემპიონი, ანუ ხო, რაღაც ტექნიკური გაუმართავობა მოხდეს ან რაღაც. თუმცა მათემატიკურად რაც არის დათვლა, მაქსმა 3-ვე რომ მოიგოს, ანუ სპრინტიც და 2-ვე რბოლა და ნორისი უბრალოდ 3-ვე სესიაში მესამეზე გავიდეს, მაინც ნორისი ხდება ჩემპიონი. ხო, ანუ ერთი
ხო, ესე არ არის დაალაგებული რა. უბრალოდ ეს არის მთავარი, რომ დარჩა ორი რბოლა, ერთი სპრინტი, როგორც ვახსენეთ, წნეხი გაზრდილია უმაღლეს დონეზე და ეს არის ახლა მაქსისთვის მთავარი. არაფერი არ აქვს დასაკარგი და მაკლარენი არის ფსიქოლოგიურად საშინელ დღეში, იმიტომ რომ გააცამტვერა ჯერ პიასტრიმ ამხელა უპირატესობა. ეხლა უცებ ლანდოს გაუცამტვერა, ანუ პილოტებს ნაწილობრივ როგორ შეიძლება არ დავაბრალო, ვაბრალებ, მაგრამ აი ეს ბოლო შანსი მაკლარენმა მისცა Verstappen-ს და ფიცოეთასთან დაკავშირებით. რაღაც ვერ გათვალისწინე მოხდა ასე. ანუ თუ გუნდში არის დიქტატურა, სადაც აუცილებლად აქვთ მიზანი რომ ორივე ფრონტზე უნდა გავხდეთ ჩემპიონები, იქ არ ვიცი მე პიასტრის რა უწერია კონტრაქტში. რა პირობები აქვს ეგ არავინ არ იცის ვებერის და მის იურისტის გარდა ხო რეალურად სადრა პუნქტი წერია თუ გუნდმა მოთხოვა მაყურებლისთვის ძალიან ცუდი იქნება მაკლარენი მაგრამ თავისთვის ძალიან დიდ საქმეს გაიკეთებენ მერსედეს ქონდა ხო ასეთი პოლიტიკა ფერარისაც ქონია ასეთი პოლიტიკა მაკლარენს არასდროს არ ქონდა ცოტა ეს არის მაკლარენის განსხვავება მე ამიტომ მგონია რომ ისევ მიდგომას არ შეცვლიან ისევ ორივე პილოტს როგორც იქცეოდნენ ისე მოიქცევიან მაგრამ აი არ ვიცი უკვე ბოლოში პიასტრის თუ შეხედავს რომ შანსი დაკარგული აქვს ეს უკვე სუფთა კოლეგიალურობიდან გამომდინარე და თავისი ნებასურვილიდან გამომდინარე იქნება თუ დაეხმარება ლანდონორის, თორე გუნდმა რომ გუნდი მოთხოვს კიდეც. და მე გიქნება არგუმენტი ხო არ გაქვს შენ შანსი და მოდი მოვიგოთ. მაგრამ ეხლა ოსკარს კითხე რამდენად მძიმე დარტყმა როცა გუნდელი გიგებს და იმდენად მძიმე არიალებს ჩემპიონატს. როცა რამდენი თუ გებდა ხო? მთელი სეზონი პიასტრი იყო ლიდერი. რაც პიასტრი კარგი იყო სეზონის დასაწყისში ისეთი ცუდი გახდა. ბაჰრეინიდან მოყოლებული მე მგონი პიასტრი. აი რაღაც მონცაში იყო გარდატეხა, აი ის რომ მოთხოვეს რომ დაუბრუნეო. უნგრეთში იყო თუ სილვერსტოუნზე უსაფრთხოების მანქანის დროს რომ დასაჯეს სილვერსტოუნი იყო ხო? რაღაც ხისტად რო დაამუხრა. ხო აი რაღაც ისინი ქონდა რა, მაგრამ ნუ აი დამოკიდებულება გამოჩნდება გუნდისგან პიასტრისადმი ზუსტად აი ესეთ გადამწყვეტ მომენტებში. უბრალოდ ხო მაინც დავასრულებ იმით რომ მაინც პიასტრიზეა ეს დამოკიდებული რამდენად ექნება კეთილინება რომ დაეხმაროს მე რო ვიყო ოსკარის ადგილას ჩემთვის უფრო მძიმე დარტყმა იქნება თანაგუნდელმა მომიგოს ვიდრე შენ მომიგოს სხვა გუნდიდან რა. გასაგებია. მე ესმის დაწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესოა, აუცილებლად ნახავთ მე და პაატა. თქვენ აზრს, რაც შეეხება ჩვენ ტოპ 5-ს, წავედით. ტოპ 5-ში ვეგასი მქონდა, აქ უკვე ჩვენ აღარ ავარჩიეთ, ჩვენ ვერ ვართ ვერ მოქმედებთ ამაზე. ვერ ვართ სინოპტიკოსები. ხუთი ყველაზე ცივი რბოლა, რომელიც არის რამდენად ჩატარებულა ფორმულა 1-ის ისტორიაში. მე დავიწყებ მაშინ 2023 წლიდან, რომელშიც მეხუთე ადგილიდან 2023 წლის ისე ვეგასი. იყო ესეთი ცივი, სადაც 15 გრადუსი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტემპერატურა. Verstappen-მა მოიგო ეს ბოლა, ლეკლერი გავიდა მეორეზე და პერესი გავიდა მესამე ადგილზე. ხო, ახლოს ვიყავით პრინციპში ტემპერატურის მხრივ მაგ პირობებთან, ნუ ვეგასი ეგრეა ხო სადღაც მაგ დიაპაზონში ტრიალებს რა 15, 16, 17. ღამე მithumeდა. კი, ეგ გრან-პრი იყო ზუსტად როცა მაქსმა გაასწრო შიდა ტრაექტორიიდან სტარტზე ლეკლერს და ალბათ ნორის ამის ეშინოდა და იმიტომ გადაკეტა, მაგრამ ჯამში გამოუვიდა. გადაკეტვა კარგი იყო, მაგრამ ვერ დაასრულა მანევრი, ასე ვთქვათ. კი ბატონო. მეოთხე ადგილი 2016 წლის კანადა, სადაც 11 გრადუსი იყო მხოლოდ ტემპერატურა. მოიგო ლუის ჰამილტონმა ფეტელი ბოტასთან ერთად. აუ მან სტარტი გახსოვს, ფეტელის სტარტი მახსოვს. აი მაგაზე ვამბობდი, აი ხა გამახსენდა ზუსტად. არივა ბენეტ გასმანდ და აი რავი რიგითი ტიფოზი რო გულშემატკივრობს ფერარის აი ეგრე გულშემატკივრობს მან ფეტას ძალიან მაგარი სტარტი ქონდა ორივე მერსედესი ჩამოიშორა სტარტზე და მეერე უკვე უბრალოდ თავს ზემოძალა 2016-ში სტრატეგიულადაც მან კატასტროფული სხვაობა იყო თუმცა ბოტასი მაშინ ვილიამსის რიგებში იყო 2016-ში და არ გეგონოთ რომ მერსედესით გავიდა ბოტასი მესამე ადგილზე და არ გეგონოთ რომ პირველი პოდიუმი იყო მისი ვილიამსით ეს მისი კი ბატონო მესამე ადგილი 2020 წლის აიფელი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო საერთოდ.
არ უნდა ყოფილიყო აიფელის გრან-პრი, რომელიც ნიურბურგრინგზე ჩატარა, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ეს რბოლა, იმიტომ რომ პანდემიის სეზონი იყო ეს და თხოვეს, ასე ვთქვათ, გერმანელებს, რომ რამენაერად მიიღოთ რბოლა და რატო ქვია, ხო, აიფელის გრან-პრი, რატო არ ქვია გერმანიის გრან-პრი, იმიტომ რომ უკვე დარეგისტრირებული იყო გერმანიის გრან-პრის სახელით, რაღაც სხვა სერია ავტოსპორტის და ზოგადად ფორმულა 1-ში ეგეთი წესია. როცა ანუ ერთი შეიძლება იყოს მარტო დიდი ბრიტანეთის გრან-პრი, ამერიკის გრან-პრი, სხვა ვერ იქნება. ამიტომაც ამერიკაში ხო სამი ამერიკული ტრასა გვაქვს და მაიამი და ოსტინია არის, რომელიც არის ამერიკის გრან-პრი. დანარჩენი ლას-ვეგასის გრან-პრი და მაიამის გრან-პრი არის. და ხო სან-პაულო არის კიდე საინტერესო სან-პაულოს გრან-პრია, იმიტომ რომ ბრაზილია აღარ იხდის ფულს, იხდის თვითონ სან-პაულო და მეხიკო სიტიც ხო ქონდა. ხო მეხიკო სიტიც თვითონ ქალაქი იხდი და ეხა მექსიკის გრან-პრი. ეხლა მექსიკის გრან-პრი. სამი ეტაპი იყო, ეგრე მეხიკო სიტი ერქვა ჩვეულებრივად როგორც იმას სან-პაულო. იქ ალბათ მანდ მაგიტომ არა, აქ უკვე თვითონ სან-პაულომ და არა, იქაც ეგ მიზეზი იყო, რომ თვითონ ქალაქის მერია იხდის. კი, ანუ მექსიკაში აღებული იყო თქო გრან-პრი. არა, თვითონ დაარქვეს უბრალოდ ესე თავისი. ხო, ეხა მე ვიხდი და თუნდა ერქვა სიტყვაზე შენი სახელი, ხო, რაღაც ეგ მომენტია. მეორე ადგილი. ოიცა იმას დავასრულოთ ნიურბურგრინგზე, რომ ზოგადად მან ძალიან მალე იცვლება ხოლმე პირობები. ეგ არ მithქოს ვინ მოიგო, ჰამილტონი, ვერსტაპენი, რიკიარდო იყო. მან ეგ არ მნიშვნელოვანი, რიკის პირველი პოდიუმი იყო რენოსთან ერთად აბიტებულს რო ტატუ გააკეთებინა საბოლოო ჯამში, ეგ გრან-პრი იყო. რიკიარდომ ძალიან მაგრადი არა მან და აი რაღაც ესეთ მომენტების გახსენებს მე მენანება უფრო და რიკიარდო რო წავიდა, ხო. უფრო მენანება მაკლარენში რო წავიდა. იმის მერე დაიწყო რაღაცნაირად ამ ბიჭის უკუსუ არა. და იქ უკვე Red Bull-შიც რო დაბრუნდა Racing Bull-ში უკვე ანუ ის რიკიარდო აღარ იყო რა რიკიარდოსაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით საერთოდ სხვა იყო. წავედით 2014-ში, ეს ბელგია იყო, ის როგორი არის არა ტოპ 5-ში 4 ყავს 21 საუკუნიდან, მე-20 საუკუნიდან მარტო ერთადერთი პირველ ადგილზე ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. 2024 წელს ბელგია იყო, სადაც რიკიარდომ მოიგო თავისი Red Bull-ით რბოლა, მართლაც ამიტომ მოიგო რა. ძალიან ციოდა და საერთოდ სხვადასხვა მოქმედებდა ბოლდები. მაშინ Mercedes დიდად სიცივე არ უხდებოდა. Mercedes მაშინ სითბო უნდოდა. როსბერგი გავიდა მეორეზე და მესამეზე ბოტასი ისევ და ისევ. შორის პირველი კონტაქტი მოხდა როსბერგს და ჰამილტონს შორის. ეგ იყო მან დაიბადა ეს როსბერგი ჰამილტონის Silver War-ი. როსბერგმა გაუფუჭა საბურავი ჰამილტონის შემდეგ ბოქსებში. ბელგიაც ეგეთია, ხო ეს არდენის მთები არის, რავი, ყოველ 5 წუთში ერთხელ იცვლება ამინდი, ხანწვიმა მოდის, ხამზე არის და სექტორების მიხედვით გვაქვს სეზონები. ჰოკენჰაიმი და სპა იყო, ჰოკენჰაიმი იყო ეგეთი კიდე სექტორების მიხედვით რო იყო. ერთი მახსენდება, მეორე სექტორიდან მესამეში რო გაბზრიალით გამოდიოდა კულთარდი. იმიტომ რომ იქ წვიმდა და იგზე იყო. კულტარში ეძლობს რეალი კარგად. და პირველი ადგილი 1978 წლის კანადის გრან-პრი და 4 გრადუსი როგორ დადიოდა ბოლდები მე არ ვიცი. ჟილ ვილნევმა მოიგო ეს რბოლა, მაშინ საშინაო რბოლა. პირველი გრან-პრი იყო სხვა შორის კანადის და ჟილის მოგების მერე 2 წელიწადში პრინციპში დაარქვეს. მაგის სახელი და მან ყველაზე კომიკური იყო ფოტოები მაქვს ნანახი ქურთუკებით და ქუდებით განან პოდიუმზე რომელ წუწაობაზე იყო საუბარი რბოლის დროს 3 გრადუსამდეც დაეცა ტემპერატურა 4 გრადუსამდე საბურავი საერთოდ როგორ დადიოდნენ არ მესმის საოცრება არის მეორეზე გავიდა ჯოდი შექტერი რომელიც 79-ში უკვე ჩემპიონიც გახდა და მესამე ადგილზე კარლოს როიტემანი რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია რომელიც არ გამხდარა 90-ში ყველაზე ახლოს პიკესთან. ზუსტად ვეგასის გრან-პრი იყო სეზარ პალასში ჩავდნენ ლიდერის რანგში ჩავიდა როიტემანი და იქ ქულები ვერ აიღო და ამან აიღო პიკემ 2 ქულა ჯამში მაგით მოუგო ეგ ჩემპიონატი. ჩვენ დაბალ ტემპერატურაზე ვისაუბრეთ და იმასაც გავუსვათ ხაზი რომ ფორმულა 1-ის ისტორიაში ზოგადად ყოფილა ტესტები, სადაც ყოფილა თოვლი. არ უხდება 21 საუკუნეში იყო ეგეთ. 2005 ბარსელონაში გათოვდა. ალონსო რენოთი. ბარსელონაში გათოვდა. ბარსა არ მახსოვს. სილვერსტოუნი მახსოვს. აი 2005 წელი რენო სილვერსტოუნზე ქონდა რაღაც ტესტი. უფრო ადრე ოლონთის არ იყო ტესტები პიტერსონს ქონდა ლოტუსით რაღაც გარბენი 73
მატჩში თუ რაღაც ის თოლში იყო და ძლივს გააჭერეს მანქანამ ზრიალში და ფერარის კონდა კიდე სილვერსტოუნი იყო, ოღონდ გუნდს ვეღარ ვიხსენებ, რომელი გუნდი იყო. კი, ის იყო, სერტისი იყო, ეხლა გამახსენდა, მასაც ოღონდ ეგ იყო ნიურბურგის. ასეთი არის ხუთეული, არა ჩვენი, არამედ ოფიციალური ცივი რბოლების და ფენტეზის დრო მოვიდა და მე გავალ ხო აქედან. ახლა ფენტეზის დრო მოვიდა. სრული კატასტროფა დამემართა, წარმოიდგინეთ. მე ძალიან ნორისი ავიღე. იას ყველაფერი მოხსენ, გასლებ ყოვა, პინტოები და რაღაცები ავიღე იმისთვის, რომ ორივე მაკლარენი მყოლოდა. გუნდში და გუნდიც მაკლარენი მყოლოდა. ჩემი იმის განადგურება, შედეგის განადგურება ბორტოლეტომ დაიწყო. უკვე ახია შენზე. რბოლის დასაწყისში როცა დაიმტვრა და მერე დისკვალიფიკაცია მაკლარენს რომ მისცეს, გამოჩნდება ფოტო ჩემი ქულების აუცილებლად და თქვენ თვითონ განსაზღვრეთ რადონის კატასტროფა არის ჩემი მაჩვენებელი -69 ქულა ავიღე. მინუსით დავამთავრე თან დიდი მინუსით ჩემი რბოლა. შნაგინა მაქსიმუმ 79 მოიგო შენ -69. გამანებეთ. მე ის მქონდა 3 ის მქონდა wild ის დარჩენილი მქონდა wild card-დან და ყოველ რბოლაზე ერთს გამოვიყენებ მეთქი რა. მაგას მე კატარში გამოვიყენე. ხო და ის მქონდა limitless მქონდა ჩართული, limitless ნიშნავს რომ ნებისმიერი პილოტი, ნებისმიერი მანქანა შეგიძლია დაირჩიოთ ფასის მიუხედავად და რა თქმა უნდა. თა რა გააკეთა? ამას უნდა გამოცან მაკლარენ ვინ არა იღებდა limitless-ის დროს მაკლარენს და ტიპმა არა იღო. არა ხო. არც ნორისი, არც პიასტრი და არც მაკლარენი. ამას ხა არ ველოდი რა თქმა უნდა ეს რომ მოხდებოდა და ფიცრები დაუწდებოდათ იქ მაგრამ ორი ფერარი, ორი მერსედესი, Red Bull და მანქანებიც Mercedes ფერარი მყავდა. იმდენად არ ველოდი რომ ამ ტრასაზე სწრაფი იქნებოდა მაკლარენი. საერთოდ არ ჩავსვი ჯამში, ავიღე 3-7 ქულა. და რაღაც ალპინივით შემოვატრიალე ბრაზილიასავით. ბრავო. არა, ბრაზილი არ აქვს იმდენად ფუნდამენტურად, როგორც ალპინს დიდი სქელი ცხვირი ქონდა. თან წვრილი და რო გაასწრა. ხო, ეგეთი ცუდი ის ქონდა დასაწყისი მე. დასაწყისი შენ აპდეიტები რო ჩამოიტანე უკვე მერე დაიწყო შენ. პირიქით, ხო. შენმა ფენტეზი მოშ. კარგი აპდეიტები ჩამომიტანე თურმე. აპდეიტები გაარტყი ასე. მაგრამ ხო, მოკლედ არ ვიცი, კატარში აშკარად მე გამოვიყენებ მაგ limitless და ვნახოთ. ყველაფერი. კატარში რას ფიქრობ? კატარში ზოგადად ტრასა ძალიან ჩქაროსნულია და არ ვიცი რამდენად კარგია მაკლარენისთვის ეს ტრასა. თან მაგას ვიმეორებ. ეგ ტრასა არის ზოგადად ბაიკების ტრასა, MotoGP გარდებოდა მანდ და როგორც ეგამ თქვი, ბოლო ორი მოგება აქვს Verstappen-ს. და რო თქვა ეხა რო დიდად ხო მან გვექნება ერთ მთავარი აუცილებელი პიტსტოპის წესი რომელიც 25 წრე გექნება უფლება რომ გამოიყენო ერთი კომპლექტი იმაზე მეტი არ გექნება უფლება რომ ძალიან ცხე ხო ჩათვალე რომ მინიმუმ ორი პიტსტოპის გამოყენება მოუწევთ იმიტომ რომ 57 წრეა კი ბატონო 25 და პლუს კიდე 7 ნაშთად ხო დარჩენილი აქედან გამომდინარე სტრატეგიულად რაღაც საშინელი რბოლა იქნება და ამ ხრივაც ფიქრობ რომ მაკლარენს ძალიან ურთულდება საქმე იმიტომ რომ რაღაც უფრო მეტი გათვლა მოუწევთ ხო ვიდრე აქამდე იყო მანამდე იყო კატარში ხო 2023-ში რო ეს ქერბები რო იყო პირამიდის ფორმის რომელიც გვერდითა კედელს აზიანებდა საბურავის მერე რაღაც დაადაბლეს და გვერდზე ხრიშა და დაყარეს ხო და გასასწრებათაც რო ვთქვათ ეხა თლად გასასწრები ტრასა არ არის. აქედან გამომდინარე კვალიფიკაციას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა და მე პირადად დარჩენილ ორივე რბოლაში Red Bull-ს უყურებ როგორც ფავორიტს და მგონია რომ მაკლარენს ძალიან გაუჭირდება იმ უპირატესობის შენარჩუნება, ან არ ვიცი, შეიძლება გამაოცონ და პირიქით ის გააკეთოს ნორისმა, რაც გააკეთა შარშან აბუდაბიში, ჩემთვის აბუდაბის რბოლა ლანდო ნორისის არის ერთ-ერთი ლანდოს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რბოლა, თუ ყველაზე კარგი არა. მართლაც საოცარი რბოლა ჩაატარა მან ლანდომ შარშანდელი ბოლო. ანუ ეგრე თუ ჩაატარა ბოლო რბოლა წლევანდელ სეზონში, ან მაზრია. ფაქტობრივად ლანდო მოიგო კონსტრუქტორთა თასი ბოლო რბოლა. შარშანი გუშინ კი არა შარშანდელ სეზონში. ნამდვილად ასე იყო. ლანდომ ძალიან მაგარი ბოლა ჩაატარა აბუდაბიში.
წავიდეთ ახლა კატარზეც ორიოდეს თქვა 5 კილომეტრიანი და 419 მეტრიანი ტრასა და 2021-ში იყო სხვა შორის კატარი პირველად ლუის ჰამილტონმა მოიგო მაშინ მერსედესით ეს ბოლა 2022-ში პაუზა ქონდა 21-ში თხოვეს კატარს ჩაეტარებინა ბოლა იმიტომ რომ არ ყოფნითად ასე ვთქვა ჯიგრულად არაბულ ჯიგრულად თხოვეს რომ ჩაეტარებინა ბოლა არ ყოფნითად ბოლები და მოგდით კატარი 21-ში მოვიდა და 22 გამოტოვა ისედაც უნდა გამოეტოვებინა და 23-ში უნდა დაეწყო კატარს რბოლების მიღება ოფიციალურად და ეს რბოლები ორივე მაქსიმუმ მოიგო როგორც შენ არაერთხელ აღნიშნე 57 წრე და 308 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა მოუწევთ პილოტებს აქ აღმართები ბევრი არ არის და აქ არც ისე ცივა და ამიტომაც არის საბურავის აუცილებელი შეცდომით რომ ბევრი ჩქაროსნული მოსახვევია და საბურავზე მიდის ძალიან დიდი თან ჩავთ ყველაზე ხისტინა ერთი რა თქმა უნდა ჩაიტარებს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ არ ფლიტოს ბორბანი რაღაცნაირად არ შეირცხოს ასე ვთქვათ წარმოებელი საბურავის კი ბატონო მოლოდინი რა გაქვს ფერარი Verstappen და ჩხილებში Ferrari, ანუ ეგ ყველას მოგვიყვება. Ferrari და ჩხილებში Verstappen. არ ვიცი, აღარ ვიცი უკვე. ისე არის რაღაც შანსი. მეც რომ ესე მოყვები ხოლმე ყველა რგოლში. ხო, ნელა გაჯერებ. რაღაც შანსი არის ხოლმე რომ ან შენ მომშვიდებ. ვიცი. ანუ იჯე ხო, რავი, ორი და შეიძლება ორივე. მომშვიდებ ან იჯერებ. მოკლედ რა, ჩემ მოლოდინი ისევ და ისევ არის Verstappen-ი Mercedes-ი, აი McLaren-ს გონია რომ კატარში გაუჭირდება, მაგრამ მაინც გონია რომ აბუ-დაბიში ძალიან მაგრადილია. ანუ შენ მაინც ფსონსდებ. მაინც ფსონსდებ მენორისის ჩემპიონატს. აბუ-დაბიზე დეფსონს ანუ მაგრამ ჯამურად მაინც ნორისზევდებ ტიტულზე იმას, მაგრამ კატარში McLaren-ზე ვერ და. არ ვიცი, აი მე შეიძლება მაქსის რაღაც გადამკვდარი ფანივით გამომდის, მაგრამ არ ვიცი ამის მე ვიცი რომ არ ხარ ამიტომ არის პრობლემა. აქამდეც ვერ ვიჯერებდი რა ვქნა დიდი ბოდიში ოსკარის და ლანდოს გულშემატკივრებთან. აი ესეთი შეგრძნება მქონდა 2021 წელს, როცა ვერ მჯეროდა რომ ჰამილტონი გახდებოდა ბოლომდე ჩემპიონი და აი რაღაც მეგონა რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, ამას არ ველოდი რა თქმა უნდა, რაც მოხდა აბუ-დაბიში, მაგრამ რაღაცნაირად წინადგზნობა მქონდა რომ ეს სეზონი უნდა მოიგო მაქს. აი ბოლო 3 წრე რო იყო დარჩენილი მაინც, ხო? აი სანამ ლატიფის ნახავდი მაინც ეგ. ანუ ფაქტად მაქვს მესიჯი რომ ჩემმა მეგობარმა მომწერა რომ ისო რა ქვია ბაზრი არა აქვს თავო ტელევიზორსა და მეთქი დაიცადე ჯერ ბოლა არ დამთავრებულა მეთქი და ბოლოს მოხდა რაც მოხდა მე ნუ დამაბრალებ ხო ხა აი გუნდა მეთქი ხათი არ დაგჭირდეს არა ისე თქვა ეხლა არ ვიცი შორე ლუისის გულ შევატკი ესე მჯერა ამ სეზონშიც რომ დიდი ხანია ვამბობ ამას რომ არ ვიცი მაინც მაქსიმ გონია ჩემპიონი მე-5-ად მოიგებს წელს ესე ვფიქრობ რა თქმა უნდა არ ვამბობ რომ ესე უნდა მოხდეს ესე მგონია და მით უმეტეს ამ 24 ქულის მერე რაც დარჩა სხვაობა ეხლა უკვე დარწმუნებული ვარ რომ არ ვიცი ამ ადამიანს ვერაფერი ვერ შეაჩერებს და ყველაფერი რაღაცნაირად თან ამ ადამიანს უმართლებს რა მოდი ესე ვთქვა ანუ რაღაც სუ პლანეტები ლაგდება ამ ხასიკად დისკვალიფიკაცია ამაზე მეტი რა უნდა მეტი საჩუქარი რომ შენი კონკურენტები ვერ იგებენ ქულებს შენ იგებ რომ ბოლას დამთავრდა აკაც ერთი რბოლა სხვაობა 24 ქულა არც კი თურბოლას იგებ და ის ქულას ვერ იგებ შენ ლიდერდები აქ უკვე არ არის იმაზე ლაპარაკი რომ ერთნაირი ქულები გექნება და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე არ ვიცი სადაც ამდენია დაკაჩული უკვე სეზონში ბარემ ბოლომდე მიიყვანო ბარემ მგონია რომ მე-5-ად თან რაღაც მე-5-ად თუ ხდები ზედიზე ჩემპიონი სხვა სცენარი არ ვიცი რამდენად უხდება შუმახერს უთანაბრდებ კი უბრალოდ ერთადერთია ვინც ეს მოახერხა ძალიან შემეწოდება პირველ რიგში ოსკარი და არ ვიცი მე ისევ იქ ვარ რომ არ ვეთანხმებ იმას რომ ოსკარს ვინმე ჩაგრავს ტექნიკურად მაგრამ ფსიქოლოგიურად იქ რა ხდება მე არ ვიცი და შეიძლება მართლაც იყოს რაღაც mind games-ი და მართლაც იქ ლანდო უფრო უხაროდეთ ამათ ვიდრე ოსკარი უხარიათ არ ვიცი ამას თავს ვერ დავდებ მაგრამ პიასტრი შემეწოდება პირველ რიგში თუ მართლა მსგავსი რამე ხდება მაგრამ გავბრაზდები იმიტომ რომ თუ ჩუმად არის ნორისი შემეწოდება იმ ხრივ რომ გინდა რომ ჩუმად არისო რატო უნდა იყო ანუ ხო ხედავ რომ გუნდს აღარ ჭირდები ხომ ამ ჩემპიონობის შანსი უბრალოდ ალბათ ხო მაგრამ გუნდი აღარ დაგეხმარება იმიტომ რომ ის არის წინ უბრალოდ მანდ ერთი მომენტია საწახვალ ეგეც უნდა დამეყარებინა რეისინგ ბულში წახვალ იქაც არ მიგიღებენ იმიტომ რომ ყავთ უკვე თავის პროდუქტი ხო თავის პროგრამა ალპინში ხო ანუ სეზონი უნდა ყოველ შემთხვევაში გამოტოვო და
და მე ან აგიყვანენ ან არა. თუ რამეს ითმენს, თეორიაა ჩვენი ოღონდ ესეც, რომ ალბათ ამის გამო, მაგრამ აი ლანდოც რაღაც ბოლოსკენ ძალიან კარგია, რაღაც მეინანება ისეთი რბოლები ჩაატარა, მაგრამ ლანდოც უფრო აი რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადად დგას თითქოს ტრასაზე არ ვიცი, აი სტარტზე გამოჩნდა რომ არც ისე მდგრადია, კულთარდმა თქვა რომ მაქვს ეთამაშაო თავის წესებით და რომ ეს ადვილი არ არის ხო მაქვს ეთამაშა თავის წესებით. არ ვიცი. დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ, ვინ არის ფავორიტი ჩემპიონატში, ვინ გახდება თქვენი ჩემპიონი და დაწერეთ ასევე კატარის გრან-პრიში რა მოხდება თქვენი აზრი, გვაინტერესებს ყოველთვის. მე და პატას ეს ხო გადაცემა ბოქსები პატასთან და ლიოსთან. ხო, დაელოდეთ კატარს, მით უმეტეს იქნება სპრინტიანი და რავი დროებით კატარამდე. ჩაო.